ამ ეპიზოდი. დავიწყოთ. მივესალმოთ ჩვენ მაყურებელს. მოგესალმებით. უკვე ერთ გულს. მუსკულები არის YouTube-ზე. ჩვენ მუსკულებიან მაყურებლებს. რა გვაქვს დღევანდელ გადაცემაში? მოკლედ ჩამოვთვლი. დღეს ესე იგი გათამაშების ამბავს გავაჟღერებთ. გათამაშება გვაქვს. გათამაშება. პრიზები. ახალი ამბები. პრიზი რო იქ ჩორსდევს, კაი, მე მოვიტან. მოხანდე რომ მივალ. გავიცნოთ ჩვენი მაყურებელი, საინტერესო ფაქტები, დღის თემა და რჩევები. მშვენიერია. ჩვენი განახლებული სტუდია. ხო. აქეთ დადგა ახალი წელი, იქიდან მოდის. იქით არის იაპონია და იქიდან იწყება. ეს პატარა ისა გნომიკი არის, ისა საზღვარი. ხო. და მოგწონს ახლა გიხარია ეს. მიხარია და კიდევ ეს რაც იკადრე ეს როკი. მოხა. ფურცელზე როკი მინდაო. და ეს ფურცელზე უნდა მოგებეჭდა? ახლა ხელთ რაც მოესწრო ეგ იყო. აი მაყურებლებმა მხარი დამიჭირეს, რომ არ დათმოო და კიდე აუცილებლად და ჯერ რა ზომის არის. ესე უნდა იყოს. იცი რის საშუალებასაც იძლეოდა სახლის პრინტერი? შვარცნეგერზე რანაირად მოხდა, რომ ესეთი დახვეწელი და ლამაზი. იცი რა ვის ყველამ თავის იმაზე იზრუნოს აიდოლზე. და ისე გამოდის ότι შვარცნეგერია ჩემი აიდოლი, ეგრე არ არის, მაგრამ ალფი წავს ველოდება რომ ეთამაშოთ. ცოტა ხანი რა გწალია 1 საათი ნახევარი უნდა დაგველოდო რა. ხო, ამჯერად თავისი ადგილი არ დაიკავა, არ დაიძინა, მაგრამ არც კადრში არ შემოდის. ალფი. რაც ვიყურებს ნახე. ალფი. სპეციალურად წובה ხოლმე ესე. რა ყურადღება მიიქციოს და იცის რომ ესე ხე გამოიხედა, ხე გამოიხედა. ვერ ვუძლებთ ესე რომ წובה ხოლმე და მივდივართ და ვეთამაშებით და სულ ესე შვება. ხო, ახალი წელი მოდის. და ყველა ადამიანს მე მგონი ეს აქვს შიში აქვს წინასწარ რა, რომ გავსუქდებით, ბევრს დავლევთ, ბევრს შევჭამთ. ჩვენი დიეტის ამბავს. ხო. ამიტომ ჭკუა ვიხმარეთ. და ეხლა დავიწყეთ მომზადება რა. ეხლა 14 დეკემბერი. ხო. ეხლა დავიწყეთ კაცრი დიეტა. ხო. რომ ახალ წელს შევხვდებით და ახალ წლის დარტყმას რომ მივიღებთ. ისე აღარ დაგვეტყვით. ხო. გამოშრობის პროგრამაზე ვართ ორკვირიანზე და ნახოთ რა გამოვა. კალენდარიც გვაქვს გაკრული. კალორიების რაოდენობის კაცრი კონტროლი. ხო, იმიტომ რომ აი მართლაც კი ვცდილობთ რომ ვივარჯიშოთ, არ დავარღვიოთ დიეტა, არ გიო. გისმენთ თანამას ვიფიქსირებ. მაგრამ აი მაინც ეგრე ხდება რა, როგორც არ უნდა აკონტროლო თავი ახალ წელს, აი ცოტა ისეთი ნერვქონა გიწევს რას ნიშნავს არ ქნა ხო? რა პრობლემა არის, მაგრამ აი გიწევს, მართლა გიწევს. ახლა სტუმრად რომ მიდიხარ აი ხო არ დაიწყებ რაღაცას, რომ იცი რა მე ამდენ კალორიაზე ვარ და მე ვარჯიშობ და ხვალ კროსფიტი მაქვს და იმათაც უხერხულში ჩააგდებ. ხო, ჩურჩხელას ვერ შევჭამ, გოზინახს ვერ შევჭამ, ხო არ დაიწყებ. ხო. რაღაცა დოზით გიწევს მაინც რა. ოღონდ თან არ მთავრდება რო იწყებ, რაღაცა 25 დეკემბერს რო იწყებ, აღარ ამთავრებ თებერვლამდე. შენ რაზე ვერ ამბობ ხოლმე უარს, რა არის ეგეთი? ახალი წლის ამებში, საჭმელებში და ამებში? ახალი წლების სუფრებიდან. მე მიყვარს ძალიან ესა ბაჟე. აი ხო ვითომ არაფერი მე რა ბაჟე, მაგრამ აი ნუ რაღაცა სასწაული რაოდენობით რო ჭამ არაფრისთვის არ ვარ კარა. ხო მე აი გაუჩერებლად შემიძლია რომ ბაჟე და თონისპური შევჭამ. აი უბრალოდ ესე ჩავაწო თონისპური და ბაჟე ვჭამო. და ისა ხალადეცი მეყვარს კიდე ძალიან. თონისპური ყველას აქვს სახში. ხო. ეგ რა ამბავი არის ხოლმე თონისპურებზე. რიგი რო არ დილიდან რო რიგი დგება და თან აი დედა ჩემი მაგალითად შეურაცხყოფად იღებს ხოლმე. რომ ვეუბნები რომ დედა არ გინდა, ნუ დადგები რიგში, არ გჭირდება, ნუ გექნება მაინც და მაინც თონისპური და აი ისეთი სახით შემომხედავს ხოლმე რომ აზრი არ აქვს. აი დილიდან რო დადგებიან რიგში და რაღაცა კილომეტრიანი რიგი რო არის ხოლმე. დღემდე ეგრე არის. კი.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ისინია, ხო, თონეები. ხო. გამოცნაური ამბავი არის. შენ რა გიყვარს? მე ესე არაფერი. აი გამორჩეულად რა. არც გოზინაყი არ მიყვარს, ანუ ახალი წლების მინდა მიძახს უფლებიდან რა. ნუ ახლა ხაჭაპური ყველგან არის ხოლმე ლობიანი ყველგან არის და ეს მეჭმევინება. მეც ახლა რომ მკითხა რომ აი რა გიყვარსო, ეგრე არ არის რაღაც განსაკუთრებულად მიყვარდეს, რაც ახალ წელს კეთდება რა, არაფერი არ არის ისეთი. მაგრამ აი ბოდიში დავამთავრებ აი ყველგან ეგრე არის ხო რომ ეს სულ დევს საჭმელი რა მასივაში. მაგრამ თან განწყობა არის ზოგადად ისეთი რომ აი ყველა მაგტალღაზია რომ მოდი ვიქეიფოთ. შენ რა განწყობა გაქვს შენ საერთოდ არ გიხარია ახლა? სადაც მიდიხარ ხოლმე რა. სადაც მიხვალ ანუ სტუმრად თუ მიხვედიან დაგიძახეს მუღამი არის ის რომ დავაი ვიქეიფოთ ახლა აღნიშნოთ. და მე სუფრაზე რომ ხვდები და ყველა მაგ აღნიშნის ტალღაზია შენ ესე ვერზე ხარ მე შენც გინდა რომ შეჭამო და დალიო რა. ხო. ესე ერთნაირად რო გვაცვია თუ დაგვარდა. ხო და შენ რო ის კომპლექსები გაქვს რაღაცა რატო გვაცვია ერთნაირად რაღაცა. რა კომპლექსები? ერთნაირად ჩაცმა. საერთოდ მოიტანა. რუსაიდა და ის Nike-ის ბოტასი რო გვაქვს ერთნაირი, მე რო ვიცნობ შენ იხდი ხოლმე. კაი, ახლა რაღაც ისეთ წარმოდგენას ვქონი ვაყურებ. მე დაგაძალი რომ გეყიდა ეგ ბოტასი ჩემი. ხო, მაგრამ აი არ მაღაზიაში შეგათრი უკან და დაგაძალი რომ მოიზომე და იყიდე მეთქი. ხო, მაგრამ ეხა უყურეთ ესე რომ ვთქვათ, ეს ძალიან გასაწმენდია სირცხვილია. მაგრამ ეხა და ჯინსი ერთნაირფერი მაისური ჯიშოკები. ხო. ყელსაბამი. ხო და ისა ისე შევიღებო ეს რიჟა თქმა. ისა ზოგადად ხო ცოტა კრინჯობა არის. წყვილი რო ერთნაირი რაღაცა ვიცი. ხო და რა მოხდა ახლა? ხო ძალიან ერთნაირიც ის არის ზედმეტია რა. შენი ტელეფონი იყო. არა უშავს. კაი, ახალ ამბებზე გადავიდეთ. გადავიდეთ ახალ ამბებზე. ეს დეკორაცია გაიზრდება კიდე თუ ამაზე აპირებ გაჩერებას? ეს დეკორაცია ანუ შენსკენ არ გადმოვალ. შენსკენ არ გადმოვალ. მაგრამ რაღაცებს დავამატებ. როკიც გინდა უფრო ესე წარმოვადგინო. როკი უფრო ფერადად. მაგრამ თვითონ პოსტერია შავ-თეთრი და. პოსტერი შავ-თეთრი არის, მაგრამ ეს არის ფურცელი და არის პატარა. დანარჩენი ნახე რაღაცა ეთყობა რომ იზრუნა ადამიანმა დიზაინზე. აი, მისამართსაც ბეჭდავენ. როგორ შევუკვეთო ყველაფერს მოგწერ და ნახოთ როგორ გიყვარს როკი. არ მჭირდება მე არ მომწერო მე თვითონ ვიზა. ნახოთ. აი ყველაზე მიხარია რომ მაყურებლები დამიდგნენ გვერდში. მეც მიხარია აქ. და დაგვიწერეს რომ როკის ოსკარებიც აქვს აღებულიო და ძეგლის დაუდგესო და მეტი არგუმენტი გინდაო. კი ბატონო. ახალი ამბები. ისევ გამოუძინებლები ვართ. ისევ გამოუძინებლები გიგა ჭიკაძის ჯგუფს უყურეთ. ძალიან გულდასაწყვეტი ფინალი ქონდა. მეორე კვირა ესე ვიწყებთ უკვე ქართულის მარცხით. აბა. მოდი აღარ უყუროთ, იქნებ რაღაც ჩვენ ბრალია. ხო. ხო, არა უშავს. ყოფილა ისტორიაში პირველი ამბავი არ არის, რაღაცა 1-2 მარცხი მეება, მაგრამ მაინც შეიძლება მოbrunება რა. ხო და გიგა სხვადასხვა გამარჯვებას ფასი არა აქვს მის garaშე. მოწაგების garaშე კი და მე მგონი წინა პოდკასტშიც თქვი ეს რომ გიგა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც აი ძალიან ხმამაღლა გამოჩნდა UFC-ში. სხვათა შორის მეც სუპირველად რომ UFC-ს უყურე საერთოდ გიგას ჯგუფს უყურე. და რაღაც Georgian Invasion თუ რაღაც ესე დაიბრენდა რა რომ რაღაცა უცებ რამდენიმე ქართველი გაჩნდა. ხო. და მაგ დროს აი დოალიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი კიდე ვინც გამოჩნდა და გიგას უკვე რამდენიმე ბრძოლა ჰქონდა მოგებული და აი პირველად რო ყურადღება მიაქციეს ქართველებსაც და ბუმივით ატყდა რომ ვა ეს ქართველები ვინ არიან. როგორც მახსოვს მაგ დროს თავარი ვარსკვლავი გიგა იყო რა ქართველებს შორის. ისა ყველაზე ასე რომ ბევრი დამსახურება აქვს ქართული სპორტის და MMA-ის მიმართულებით და კიდე არის ხოლმე მე კომენტარებში დაესევიან ხოლმე რა წაგებულს და რაღაცებს უწერენ საშინელებებს და ბევრი შემთხვევა ეგეთი კომენტარი და აი ეგ არ ვიცი რა უბედურება არის რა. ეგ ყველა სფეროში გვჭირს თან. არ მარტო ერთი წამის ამბავი იყო და ანუ სხვანაირად მოექნია და ერთი წამით ადრე გიგას გადაეწყვიტა მოქნება
დაენოკაუტებინ და საერთოდ სხვა კომენტარი იქნა, ანუ ეს ხო შეიძლება, მე ყველა რო ხდება პროფესორი და აბა ესე უნდა იქნა და ესე უნდა იქნა. ხო. საშინელება შეიძლება გული დაგწყდეს, გულდასაწყვეტი იყო მართლა, როგორც წააგო, მე ვფიქრობ, რომ გაუმართლა იმას, მართლა ისეთი მომენტი იყო. ხო, გამართლა, რა თქმა უნდა, გამართლების მომენტიც არის იმას არის რა უკარგა მოიგო იმ ბრძოლა და თან გიგა სერიოზულ ზიანს აყენებდა მანამდე და მაგის მიუხედავად მაინც შეძლო და დაანოკაუტა, მაგრამ ნუ შეიძლება თან აი ხო შეიძლება რომ იმ მომენტში ეხა მე რომ მაყურებელი ვარ და მე რო გულშემატკივარი ვარ მე უფრო მინდოდა მოგება თუ თვითონ გიგას აი ხო შეიძლება იქნა მოსაგებად შენ მაყურებელმა რომელიც ხო და ხო შეიძლება ერთი წამით შენი თავი დააყენო ამ ადამიანის ადგილზე და წარმოიდგინო ეხა თვითონ როგორ განიცდის ამ მარცხს და შენ ზევიდან კიდე შედექი კომენტარებში და ჩვენზე კარგად იცის მიზეზიც დარწმუნებული ვარ და რა უნდა იქნა და რა უნდა იქნა ეგრე იყო მახსოვს კიდე ლიანა ჯოჯოას წავიდა კარიერა ცუდად რა რამდენიმე 5 წაგება ქონდა ზედიზედ მეგონა მეხუთე რო წაგო აი ну რა საშინელება ხდებოდა კომენტარებში იცი აი გეგონება რა ვიცი რაღაცა დააშავა რომ ვერ მოიგო აი როგორ ეჭყუებოდნენ და ლანძღავდნენ და აი იქაც კატასტროფა იყო ქართველებმა ცოტა არ ვიცით გულშემატკივრობა რა გურჯი დგომა ხო სუმოგება გვინდა რა სუმოგება და როგორც კი რაღაცა პატარა ფეხი დაუცდება სპორტსმენს დანდობა არ არის რა აი ბოლო ხანებში კიდე ცოტა გამოვასწორეთ მაგრამ მაინც იმედია უკეთესობისკენ შეიცვლება გიგას კიდე წარმატებები უსურვოთ თელი გული და სულით რა გვაქვს შემდეგი გვაქვს მე მეცინება იმაზე ნიუსზე პარლამენტი ისევ გადადის ხო მოიცა ეგ მე უნდა წავიკითხო ხო ის მაგ მან პარლამენტი ისევ გადადის მან გასაკვირისა კიდე უფრო სხვა რაღაცა იყო რა მოიცა სპეციალური ალბომი გავაკეთე რომ იქ ჩამეყარა სკრინშოტები და იმ ალბომს ვერ პოულობ ეს ალბომი გავაკეთე რომ უფრო ადვილად მეპოვა გეხერხდა აჰა ამბავი ესეთია პარლამენტის მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანა იგეგმება. აქ ყველაზე გამიგვირდა არსენალის მთა, იმიტომ რომ ეს თბილისში ყოფილა ჩუღურეთში. ხო, არც მე პირველად გავიგე. რანაირად მოხდა 39 წელია ცხოვრობ თბილისში. რაღაცა გადაერქვა ალბათ, რაღაცა სხვა რაღაცა ერქვა. შეიძლება, ხო, ეგეც არის. იმას ხوارგან მახათას მთახვარი გულისხმება და გადაარქვეს რაღაცა. არ ვიცი. აი რაღაცა ფოტო კი არის, მაგრამ გედევანიშვილის პარკი. გედევანიშვილის სკოლა, აღდგომის მამათა მონასტერი, გარშემო რაც ჩანს რა, ელიას პარკი. ეგ არის. მახათას და არის არსენალი. მე მგონი მახათას და არის. არ ვიცი. მაგრამ არსენალის არ ვიცი ზუსტად ახ თავს ვერ დავდებ. გადავამოწმოთ და გადავამოწმოთ კი ბატონო. პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც უფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში. მოკლედ რა გამოცხადდა ეს ტენდერი თუ რაღაცა პროექტი რომ უნდა გადაიტანონ იქ. რა ვიცი, გადაიტანონ. რაც უფრო მეტი. ხო, რაც უფრო მეტად გადმოიტანენ. თუ განტვირთავს მოძრაობას ქალაქში მარტო მაგიტო თუ იქნება კაი და ღირს თორე არ ვიცი ეს რა მნიშვნელობა გსად იქნება მე იუსტიციის ამბავი მაწუხებს კიდე ერთადერთი იუსტიცია რო გვაქვს და სასაშინელება რო ხდება მილიონი ნახევარი ადამიანი ერთ და იგივე ადგილას რომ მე მივდივართ ხოლმე რაღაცა საბუთისთვის ჩვენ მაგალითად იმის გამო რომ იუსტიციაში საგიჟეთი ხდება მესტიაში მოვაწერეთ ხელი. მესტიის იუსტიციის სახლში. მარტო მაგიტო არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ კი, ერთ-ერთი დიდი მიზეზი ეგ იყო. იცი, შიგნით ისეთი ამბავი არ არის, მე არის, იქამდე მისვლა და ეს არის. არა, როგორ არ არის რიგები და ხელის მოწერაზეც რო გინდა, ანუ სასწაული ხდება, ნუ მესტიაში კაციშვილი არის ხო. ულამაზეს ადგილას. კი. მარტო იყავით თელი იუსტიციის სახლში ჩვენი დელეგაცია და თან არც ჩვენ და ოჯახის წევრები ხო თან არც დაგვიგეგმია წინა დღეს გადავწყვიტეთ რომ ხელი ხომ მოვაწეროთ წინა დღეც არ იყო წასვლის წინა ღამეს თქვი შენ წინა ღამეს აი 12 იყო თბილისის ნახევარი უკვე და ხომ მივიდივართ მესტიაში და ბარემ ხელი ხომ მოვაწეროთ თან გიო იდეა მოგივიდა წარმოშობით მესტიიდან არის კი ბატონო
და ესე სიმბოლურად. ხო. და ოღონდ ეგეც აცი ვამბავია. მეორე დღეს დაემთხვა რომ მარიამობა იყო 28 აგვისტო. არ ჩავედით არ მუშაობდა. და მე 29-ში დილით მივედით, რომ გვეკითხა, შეიძლებოდა თუ არა იქ ხელმოწერა. ხო. და გითხოსო კიო შეიძლებაო და იქ ვინც მეგობრები იყვნენ ჩვენი და უძახეთ რა იმაზე. ხო, იმიტომ რომ არ ყავდა მეჯვარე, რა ქვია მაგას, მოწმე. ხო. ლევონი და ცხვარი და აკა უნდა ყოფილიყვნენ. ხო. აკა წამოვიდა წინა დღეს. და ცხვარი გადმოვიდა იქ გვერდზე სახლიდან. ცხვარი მეგონი კროქსები ეცვა და ის ცხვარი თქვი ვინ არის? ლევან ბიწაძე ამერიკაში მოკითხა ეხა ამერიკაშია. აშშოში. მეგობარია. ხო და საშინელი იმაზე კროქსები და მეგონი ლეიკერსის შორტები ეცვა მეგონი და თვალებს სახელ და ესე მოვიდა და აგვიდგა გვერდით. გადმოფრატუნდა ხუია. ჩემი მოწმე კიდე ნათია იყო. ჩემი და გიოს და ხო და ესე სახელდახელოთ. კი, მე წავედით და კუბდარები ვჭამეთ. მე წავედი და კუბა უნდა გექნა მეტი. კუბდარები ვჭამეთ და მე ჩამოვედით და კიდევ ვჭამეთ და ესე შემდეგ. თამათვალიერებდით, თამჭამდით შეგადაშიკა. კი, ხო და აქედან საიდან მივედით აქამდე საერთოდ? იუსტიციის სახლი და მთავრობის ისინი რომ გადადის, ხო? ხო, მინიმუმ ერთი იუსტიციის სახლი სადმე უნდა გაიხსნას კიდე, თორე აი უკვე ისედაც შეუძლებელია. პოლიტიკური ნიუსი არის რაღაც პონტში. და რაღაცა რამდენიმე კომენტარი იყო რომ აი პოლიტიკაზე ნიუსები და პოლიტიკაზე ოღონდ პოლიტიკაზე ნიუსები არ გინდათ სხვა კომენტარები იყო რომ აუ პოლიტიკასაც შეეხეთ და ფიქსირეთ თქვენი აზრი და რაღაცა და შენ გააკეთებ ოფიციალურ განცხადება ხო ოფიციალურ განცხადებას რა აი შენ და მეც ვიტყვი მე რა რაც ჩვენ დამოკიდებულებას პოლიტიკური ნიუსების მიმართ ახალი ამბების მიმართ რო დავიწყეთ პოდკასტის კეთება და საერთოდ ეს იდეა რო დაიბადა და პირველი ეპიზოდი რო ჩავწერეთ ჩვენი იდეა იყო რომ მაქსიმალურად რამდენადაც შეიძლება ყოფილიყო პოზიტიური ეს გადაცემა თუ პოდკასტი თუ რაც იქნებოდა რა აი ზუსტად რო იცის მაყურებელმა მე პირადად ეგრე მინდოდა რომ აი ამას რო დავაჭერ და ჩავრთავ და დავждები და მოусმენ აი 100%-ით იყოს დარწმუნებული რომ აქედან არანაირი ნეგატივი არ წამოვა. მე მინდოდა რომ ესეთი ყოფილიყო და პირველი ეპიზოდი რომ დავდეთ ისეთი კომენტარები წამოვიდა და ისეთი ქართულად ფიდბექს რა ქვია ქართულად უკავშირი ხო ანუ ისეთი გამოხმაურება ისეთი გამოხმაურება ქონდა რომ თითქოს აი ზუსტად გაიგეს ჩვენი მესიჯი ჩვენმა მაყურებლებმა რა ვაიბი ხო აი მე პირადად მაგალითად ოფისს რო დავждებოდი ეხა ოფისს არ ვადარებ ჩვენს პოდკასტს მაგრამ სერიალი ოფისი ხო რო დავждებოდი და აი ზუსტად ვიცოდი რომ საღამოს ამ ოფისს რო ჩავრთავდი იქიდან ვერანაირ ნეგატივს ვერ მივიღებდი რაღაცა აი მსგავსი მინდა რომ იყოს რა ესე მინდა რომ დაინერგოს რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ახლა რაღაცა სასწაულით მოხდება ქვეყანაში თან ისეთი სიტუაცია რომ პოლიტიკური ნიუსი თავისთავად ნიშნავს უკვე რაღაც ნეგატიურს აი მაგიტო არ მინდოდა რა და ისეთი სიტუაცია არის რომ სირაქლემას პოზაში არ ვიქნებით რა თქმა უნდა თუ რაღაცა მოხდება ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ მაგრამ ესე ნიუსებად მე პირადად არ მინდა რომ პოლიტიკა იყოს გავუჩვენთ მაყურებელი რომ გვაქვს რუბრიკა ეგ თქვი დასაწყისში უცებ გამახსენდა და აღარ მახსოვს თქვი თუ არა ხო მეც ვიტყვი რომ მე კიდე ერთი მიზეზი ეგეც არის და მეორე მიზეზი არის რომ ეხლა რომ ძალიან როცა გაყოფილი არის რაც უფრო იყოფა საზოგადოება და იხლიჩება და ესეთი ძალიან რადიკალური აზრი არსებობს და რადიკალური მოვლენები ხდება პოლიტიკური ნიუსი არის პოლიტიკაზე ლაპარაკი პოლიტიკური თემა არის ძალიან მტკივნეული და ესეთი მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანში იწვევს ისე მძაფრ ემოციებს და ამიტომ ესე ერთი და ორი სიტყვით ვერ შეეხები რაღაცა რომ მოხდება ან მაშინ სულ ერთაიგი პოზიცია უნდა კონდეს და ერთაიგივე იძახო სლოგანივით ან უნდა ჩაუღრმავდე და განიხილო და ისაუბრო და ხო და მაშინ მოგვიწევს ხოლმე რომ თელი პოდკასტი ეგ იყოს იმიტომ რომ კი შეიძლება შენი აზრი დააფიქსირო მაგრამ აი მაშინ ძალიან ზუსტად უნდა გათვალო და რაღაცა როგორც პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ აი ესეთი განცხადება გააკეთო რომ არავინ რაღაცა ზედმეტი ინტერპრეტაცია არ გააკეთოს და მე არ ჩაგეკითხონ რომ აბა ეს რო თქვი ის იგულისხმე და არა მე ეს კი არ იგულისხმე ამის თქმა მინდოდა და
აი ამ რაღაც მორევში მოგიწევს ჩართვა. თუ შეიხები პოლიტიკურ ახალ ამბებს და ესეთ ყოველდღიურ პოლიტიკურ ახალ ამბებს რა და ამიტომ თვლით რომ არ ღირს თუ რაღაცა ესეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოხდება რა თქმა უნდა მაგრამ ესე ყოველდღურად ამ ესე აქცენტის გაკეთება და ესე მე მგონი რაღაც ბევრი რაღაცა ისედაც ნათელია და ყველაფერი იცის და ამიტომ არ ღირს ამ ნეგატივის შემოტანა თუ შემოიტანა ან მაგაზე ლაპარაკი ან გაანებენ თავი მე ესე მგონია რა რაღაც წინადადება ვისროლით პოლიტიკაზე და გავაგრძელეთ ბევრ მაყურებელს რაღაცა იმას უფრო მეტ გაუგებრობას დატოვებს ვიდრე გასაგებ იმას იმიტომ რომ აბა ეს თუ თქვი მაშინის როგორი გასმა და ზუსტად ეგრე ხო და ამიტომ გონია რომ ყოველდღურად არ ღირს რა და თუ რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდება თან უკვე წლებია არ დავზადნავთ თან უკვე წლებია პოლიტიკური ნებისმიერი პოლიტიკური ნიუსი ნეგატივთან ასოცირდება რა რაღაცას რო კითხულობ ნეგატიურია უკვე არ ვიცი და ნუ მე იქ ხოშა კომენტარები იწერება და ნუ აი ლანძღვაგინება და ერთი ამბები რა და მოკლედ ჩვენ გვინდა რომ ნელ-ნელა ჯერ სულ მესამე ეპიზოდია ეს ნელ-ნელა აი ჩვენმა მაყურებელმა ეს იგრძნოს რომ ნებისმიერი თემა რასაც შევახებით მაქსიმალურად შევეცდებით რომ იყოს პოზიტიური რაღაცა აპი გაიტიშა და მაშინ მაგედა ვერ ხედავ ძალიან საცილო დაგდია ეს გვერდულად რო გდია ხოლმე ეს გათიშული პირს რაღაც ხანდახან პირი აქვს ხოლმე ღია ისე ითიშება ოს თუ შენ ტელეფონით გადავიღებ რომ მაყურებელმა გაიყოს ოდეს მე იმედია შემოვა კადრში აი აქედან ვერ გავაგდეთ სანამ სტუდიას ვაწყობდით ვიღაცა ფიქრობს რომ ვირტუალური ხო და მაგით გადავიღე ეხლა და ჩავსვამი გვეჩვენება რომ გადაყავს კაი შემდეგი ამბავი რა გვაქვს შემდეგი ამბავი შენ გაქვს რომელი ერთი ამოუშვი ისროლების ნებისმიერი შემდეგი ეს რაღაცა ამბავია ცოტა მე მოვით ცოტა შეიძლება გიგა ჭეკაძეს ამბავზე იქაც შეიძლება და გვეხსენებინა ეს მოვინიშნე და არ გადამიმოწმებია მაგრამ ილია თოფურეს აქვს ესპანეთში ისეთივე ლიგა როგორც UFC არის ოღონდ ესპანეთის მასშტაბით რა ვაუ FC ესე ქვია და სადაც ბრძოლები იმართება MMA და ასე შემდეგ და ამ ლიგის მეწილე გახდა კრისტიანო რონალდუ ესე დააბანდა თავისი ინვესტიცია ასე ენდობა ამ ორგანიზაციას და ილია თოფურიას თუ ეს ამბავი მართალია რა და მაგარი ამბავია რა ძალიან აიწევს პრესტიჟი ამ ორგანიზაციის და მოკლედ კრისტიანო რონალდუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე როგორ თქვა ну პოპულარული ადამიანია სოფლიოში რა მე მგონი ინსტაგრამზე ამ სოფლიოში პოპულარული ან მესი ან არა მესი არ არის ეგ უფრო არის მე რონალდო ხო ყველაზე მეტი გამომწერი ყავს ინსტაგრამზე რონალდოს ხო და ნუ მაგარი ამბავია და თან რა თქმა უნდა ხა ეს მედია ის როგორ გაჩერდებოდა იმავე სტატიაში ეგრევე გაუხსენეს მაგრამ გახსოვთ ერთხელ კითხეს თოფურიას მესი რონალდო და რონალდოს დედაცვათი რა კაცო მესიო და ამ ნიუსშივე გაუხსენეს აი ეგრევე ჩალიჩობე რომ ჩაუშალონ ეს აი რა მაგრამ მე მგონი რონალდო ხარ არის არ წამოიგება ეგეც ისულელებს და შენ ეს გაგნა თქვა მე აიტ და მაგრამ რონალდო ისეთი ინტრიგანია შეიძლება აუ რა მაგას აქვს ხოლმე რაღაცა პრეტენზიები დღემდე პირზე ეგაკერია რომ მე ყველა დროის ყველაზე მაგარი ვარ და მე რო ვარ ეგეთი მეორე არ არის და ხო ეს მეც არ მომწონს ეგეთი ისა მაგრამ ნუ მოკლედ კაი ამბავია წარმატებები ილიას ალბათ მაყურებელი შეამჩნევდა რომ მე ბარსელონას შემოადგივარი ვარ კი ის ხო გაქვს ლევანდოვსკის მაისური მე ორი ორიგინალი დამჯდარი ყავ დაჯექი შემდეგ ის მაქვს ორიგინალი მაისური მაქვს ბარსელონაში ნაყიდე მეორე ლევანდოვსკი და მეორეს არაფერი არ აწერია მეორე ჩემმა თანამშრომელმა მაჩუქა უბრალოდ მაისურიან კარგი ერთი სენსაციონალურია კიდე მაგრამ მანამდე ეს წავიკითხოთ 2026 წლის ფერი დასახელდა არა 2026-ში რა იქნება ყველაზე კაი ფერი ტრენდული ფერის ინსტიტუტმა ფანტონ
ესეთი ინსტიტუტმა Phantom. ფერის ინსტიტუტი, ესეთი რაღაც არსებობს? კი. 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა, ეს თეთრი ელფერი 11.42.01 სადაც კოდი რო არის, სახელწოდებით Cloud Dancer, ღრუბლის მოცეკვავა. აჰა. ინსტიტუტში ფერს აღწერენ როგორც რბილ, დაბალანსებულ თეთრს, რომელიც udardელობის შეგრძნებას აჩენს. აი დაბალანსებული თეთრი რა არის სოფლიოში ხა ზუსტად რა udardელობის ეპოქა დადგა და ფერი შესაბამისი გვაქვს. დაბალანსებული თეთრი? ძალიან თეთრი კი არ არისო თვალებში გიჭყიტინებდეს. აი ეს საკაიფო თეთრი. ანუ brightness აქვს შეცვლილი. აი ძალიან თეთრი არ არის. 2000 წლიდან ასახელებს ამ ფერს და ეს როგორი კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება. ანალიტიკოსები აკორდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს, ახალ ფილმებს, აქ ძიმები არ არის დასმული, ამიტომ ეს ჩვენებებს, გამოფენებს, ახალ ფილმებს და სწორედ ამ დაკვირვებაზე დაფუძნებით არჩევენ მერე, რომ აი ისეთი წამოვიდა, რომ ეს იქნება ყველაზე პოპულარული ფერი. ღრუბლის მოცეკვავა. და რისი წელი მოდის? არ ვიცი. რატო არის? მე ვიცი რომ რაღაცა მაგის მიხედვით არის ხოლმე რაღაც ასტროლოგიაში არის ხოლმე რომ აი რაღაცა ცეცხლოვანი ცხენის წელი და ხი არ ვიცი და მე რაღაცა წითელი არის ხოლმე რახან ცეცხლოვანი რაღაცის წელია ამიტომ წითელი არის ხოლმე მოდაში და ანუ ეს ასტროლოგიურად მაგრამ ვისაც Phantom-ის ჯერა ისა შემდეგი ამბავი გვაქვს კიდე სანაცილო ახალი ზელანდიიდან არის. ახალი ზელანდიის პოლიციამ მიიღო კულონი Fabergé, რომელიც ქურდმა 6 დღის წინ გადაყლაპა. ხო, მიიღო კულონი, ახლა მიიღო კულონი რას ნიშნავს? ხო, ესე იგი, ახალი ზელანდიის პოლიციამ 6 დღის წინ გადაყლაპა. სამკაულმა კაცის სხეული ბუნებრივი გზით ოპერაციისა და სხვა სამედიცინო პროცედურების გამოყენების გარეშე დატოვა. ბოროტმა ქმედა $19,000 ეხლა უფრო ცვლად თავიდან მოყვა. ბოროტმა ქმედა $19,000 ღირებულების სამკაული ოკლენდში, მაღაზიაში Partridge Jewelers, ხო კარგად ვთქვი, გადაყლაპა. კაცი პოლიციამ დააკავა, სასამართლოში მან ბრალი არ აღიარა. ამის შემდეგ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში აკვირდებოდა მის მდგომარეობას და ახალ მტკიცებულებებს ელოდა. ანუ მომენტს პარასკევს ღამე გამოჩნდა. ანუ ესე იგი ელოდებოდნენ ეს კაცი როდის მოისაქმებდა რომ ენახად გადაყლაპული იყო თუ რა ლამაზად არის შეფუთული ამ კაცის ახალი მტკიცებულებები ესე ქვია მაგას მომაკვირეს 32 წლის ქურდი კვლავ სასამართლო წენში წადიო 32-ის არის და ახალი მტკიცებულებებით ძადგება ხა და მოკლედ ეს სამკაული 93 წელს არის გამოშვებული რაღაცები მოკლედ ძვირიანი სამკაული იყო რა ანუ მოიბოლოს რა ის მინდა მაყურებელს რომ აიბიო და რაღაცა ეცახი ეს დავადოთ ცენზურა კი ბატონო ძალიან სასაცილო არის როგორ ლამაზად არის შეფუთული ამ კაცის ის ისტორია როგორ ჟურნალისტიკა ეს არის ელოდნენ როდის მოისაქმებდა ეს კაცი და ეს პირდაპირ არ მოგიყვა ისე რომ შეგზიზდეს მასალა მიიღეს ხო ახლა მტკიცებულებები გამოჩნდა ესე AI მინისტრი ალბანეთის ალბანეთის AI მინისტრი დამოვიწყდა ეგ წამეკითხა კარგად მოკლედ ერთ-ერთმა მაყურებელმა გთხოვა მე კომენტარებში წავიკითხავთ იქ ვახსენოთ კიდევ ერთხელ რომ ალბანეთში დააკავეს AI მინისტრიო ხო ანუ AI მინისტრი დანიშნეს რომელსაც რაღაც კორუფციას და ბრძოლის რაღაცები და მიიღო გადაწყვეტილებები და ქრთამის აღების იმაზე დააკავესო უცებ რაც მოვიძიე რაღაც ყაზახეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებდა ნიუს თუ რაღაცა ესეთ ავტორიტეტულ ნიუს სააგენტოების იმაზე არ იყო და თან დააკავეს ასე ნიშნავს AI მინისტრი ან ქრთამი როგორ აიღო მოკლედ სათაურისაც ილოა, მაგრამ ამბავი რაღაცა ისეთ ნამდვილი არ მგონია. მაყურებელს ვთხოვოთ, ჩაგვიგდოს იქ. ხო, თუ რამე იცით და თუ მართლა ესეთი რაღაცა მოხდა. ხო, Instagram ან Facebook გვერდებზე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ საინტერესო თემები. ლინკი გადამოწმებული. და ჩვენ გამიხილავთ, მე რამე საინტერესოს თუ ნახავთ. კი, კარგი აზრია. აი პირველი მე ხო კარგად გამიხილეთ. მაყურებლის თხოვნით რაც. ამაზე უკეთესად გამიხილავთ. ვეცდებით.
შემდეგი ნიუსი არის ნინო ჩხეიძის ახალი სუნამო. ამაზეც ალაპარაკდა. პირველი ქართული სუნამო არის, ხო? მე რა ვიცი. ესეთ სუნამოებში ვერ ვერკვე. ვერც მე საერთოდ არ ხმარობ, მაგრამ მე მგონი ესე ეწერა ყოველ შემთხვევაში და ატეხილი არის ერთი ამბავი სოციქსელებში, რომ ნუ რა არის ეს რა ფასზე იყო ძირითადად 500 ლარი ღირს. და ნუ ძვირია და ნუ რა არის და ასე შემდეგ რა და მე მგონი მე შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს, რომ პროიაბი ეს დაასუბსიდიროს. ხო და ჩვენც რო გამოვუშვათ ჩვენ სუნამო? მუსკულების სუნამო? მუსკულები, ხო? ხო. ისი სუნი უნდა კონდეს. რა კონცეფცია არის არომატის თავარი რა? ხო. და ის არომატი უნდა კონდეს. იცი აი რაზე იყოს გათვლილი რა? აი პროტეინის, ბანანის რაღაც ეგეთი იმის დილის პროტეინის სმუდის არომატი რო აგდიოდეს. ხო, მაგრამ ის პროტეინის ისინი სხვადასხვანაირია. პირველი ბაზა, ეგ მან თქო რაღაცა ისინი არის, რაღაცა ამის შემდეგ ის მოდის და პირველი ბაზა ესეთი არის და ალბათ პირველი რაღაც ციტრუსის ის მოდის და მე ფიჭვის რაღაცა და ასე. ის რო იყოს რა, აი ჯიმში დასასხმელი სუნამო რო იყოს. შენ ვარჯიშის მერე? ხო. ვარჯიშის მერე. გასახდაში რო იციან ხოლმე, ძალიან ბევრ დეოდორანტს რო ისხავენ ხოლმე, აი გავიგოდო ერთი ორჯერ. ვარჯიშის მერე? ხო, ვარჯიშის მერე რო შევნე გასახდაში, გადაივლებენ რო გამოდიან და იმის აეროზოლიანი დეოდორანტი ეს რო არ თავდება და თელ გასახდაში მაგის სუნი დგას ხოლმე. ქალებში სხვა რაღაცა ხდება. ქალებში ვარჯიშის წინ შვებიან მაგას. მართლა ვარჯიშის წინ ძალიან ბევრი ქალბატონი დეოდორანტი, სუნამო და ნუ მაკიაჟსაც ისწორებენ ხოლმე რა და აი თან ვარჯიშის მერე განსაკუთრებით გახსნილი გაქვს, ეთყობა უფრო მძაფრი არის, ბევრს უსუნთქავ და რაღაცა განსაკუთრებით მძაფრად მოქმედებს ხოლმე რა ეს კი მე აქვს ეფექტის და რაღაც ეგეთი დეოდორანტების სუნები რა. ხო მე სუნამოზეც ის მაგ ძალიან სუნებზე ძალიან მძაფრი დაჟე იმაში დაჟე მოლში რო შევდივართ ხოლმე სუნამოების ხვედან რო არის შესასვლელი აი მომენტალურად ხველა მიტყდება და თავი მტკივდება ხო და საიდანაც წავედით ხო და არსებობს ესეთი აფთიაქებში იყიდება არ არის აუცილებელი რაღაც სუპერმარკეტში ნაყიდი ოდნავ ძვირი ღირს მაგრამ არის უსუნო დეოდორანტები რომელიც ბევრად კარგი ხარისხის არის უფრო კარგად დიდხანს მუშაობს და კარგად და დიდონ სუნი არა აქვს არაფრის ხო მაგრამ ის ხალხი ვინც ამას ხმარობს წლებია და დავისვენე როგორ აი ჩემ ძმას მაგალითად ეგ სუნები მოსწონს ის დეოდორანტი ძაფრი სუნები რო აქვს ის მოსწონს შეიძლება ხო სუნამოსაც იმდენს ისხავს ხოლმე რომ თელ სახლში სუნია ხოლმე სახედან ანუ ვიცი რომ სახლიდან გადის ხვდები ანუ მესამე ოთახში ვიცი რომ სახლიდან გადის იმიტომ რომ იმდენს ისხავს სასახლში სუნი დგება ხო და იმათაც მოსწონთ ალბათ თუ ეხა როგორ არიციან ამ დროში რომ უსუნოებიც არსებობს ყველა მიცის ეგ შენ ვარცი მე არ ვიცოდი არსენალის თა ქონდა და ეგ არ ვიცოდი აფთიაქში რაღაც და შეიძლება არ იცოდი შეიძლება არ მეაქციო ყურადღება. ხო და ვიფიქროთ რა. არ ვიცი, ჯაჯავთ, მაგრამ რა ქვია, სუნამოს გამოშვებაზე. ხო, სუნამო. ანუ შევთანხმდით ჯიმში, ასე იგი სპორტ დარბაზში ვარჯიშის შემდგომ. ან ვარჯიშის წინ რა. ხო, მაგას რა უნდა კონდეს? ანუ რისის არომატი უნდა კონდეს და სურნელი. აი განსაკუთრებულად რო განდომებდეს იმას ვარჯიშს რაღაცა. ნიშადური არის ეგ. გონებას რო კარგავს და აფხიზლებენ ხოლმე და კიდე რაღაც ხარ რომ წარდებიან ხოლმე ნიშადურია ეგა? მე მგონი ეგეც ნიშადურია. ძიმე წონის აწევის წინ, ხო, მაშინ ეგ უნდა კონდეს. და ყველა გაგიჟებული ივლის, უფრო კარგად ივარჯიშებენ, უფრო კაი შედეგი დაიდება. და აი პრე-ვორკაუთის ის რო კონდეს რა. აი დაიბადა იდეა. და მარტო სუნამო კი არა, ის რო არის არომატიზატორები ეს პერიოდულად რო ასხავენ. ხო, ტუალეტში რო და დარბაზში ეს უნდა დააყენო, რომ ეს ნიშადური პერიოდულად გააგიჟოს ხალხი. ჩვენ კიდე კროსფიტზე ისეც გაგიჟებულა ვიყავ. ჩვენს ტრენერს რო ეგ დაასხა, მოვკლავს ალბათ საერთოდ. ხო. მოკითხა კვაშოს. კაი, შემდეგი ახალი ამბები მორჩით? ხო. ეხლა გვაქვს სამი საინტერესო ფაქტი.
დღეს შენ უნდა მოგემზადებინა ეს სამი საინტერესო ფაქტი. კი ბატონო. აბა ვნახოთ რა იმეცადინე. ესე იგი, ამობეჭდე. ამას ცოცხალი დავით არ ხმარობ ხო? არა, იმიტომ მე მანდ რაღაცა ჩავწერა. ძალიან დასრული არის ჩემი პლანშეტი, არ ვიცი რატო და იმედი არ ჩანს იმაში. მაგიტო არ ხმარობ. გაუთიშე ხმა თუ შეიძლება ახალგაზრდა? ბუდიში. დავთარი. ესე ლაივში გასვლაზე რა სიტყვადე? აუ მაგას კიდე ის უნდა დამატებით რაღაცები უნდა და ისედაც ტვინი მიდუხს იმით რომ აბა იქ რეკი მიდეს იქ ხმა იწერს და მაგაზე ფიქრით და რა მე შეიძლება ვცადოთ სამი საინტერესო ფაქტი რუბრიკის წინ რაღაც ქუდები არ გავაკეთე ხოლმე დან სამი საინტერესო ფაქტი არა ფსიქიატრიაში ეს ყველას გაგვიგია ინტროვერტი და ექსტროვერტი და თურმე არსებობს ეგეთი ოტროვერტი ერთ-ერთმა ფსიქიატრმა საკმაოდ მე ჩავეძიე საკმაოდ ავტორიტეტულმა ესე ფართოდ აღიარებული ტერმინი არ არის რომ ფსიქოლოგიაში მოიხმარებოდეს მაგრამ არსებობს ნელა დამკვიდრდა რა ოტროვერტი არის შუაში არც ინტროვერტია და არც ექსტროვერტი ხა აუხსნი რა არის ტერმინი აღწერს ტერმინი ოტროვერტი აღწერს ადამიანებს რომლებიც თავს მარადიულ აუთსაიდერებად ანუ გარიყულებად გრძნობენ არ არიან სრულად ინტროვერტები არც ექსტროვერტები არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული ინტროვერტებისგან რომლებსაც მარტო ყოფნა უყვართ და ექსტროვერტებისგან რომელსაც ხალხთან ერთად ყოფნა უყვართ ამათგან განსხვავებით ოტროვერტები საკუთარ აზრებზე ფიქრით იმუხტებიან ისინი არ გრძნობენ თავს რაიმე ჯგუფთან, ტენდენციასთან, სოციალურ მოლოდინთან მიჯაჭვულად. ისინი დამკვირვებლები, თავისუფლად მოაზროვნეები და ღრმად დამოუკიდებლები არიან. ისინი ხშირად არიან თბილები, კეთილები, მხიარულები და შესანიშნავი მოსაუბრეები, მაგრამ როგორც წესი, ღრმად მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უკავშირდებიან. მათ არ აინტერესებთ რას აკეთებს ყველა. არ სჭირდება დადასტურება და ჯგუფური აქტივობები. როგორც წესი, ამჯობინებენ აზრიან საუბარს ერთ-ერთზე. მე ოტროვერტი ვარ, გადავწყვიტე მომწონს. ეგრე გამოვიდა მეც ხო. ანუ ეს პოდკასტიც ოტროვერტული პოდკასტი არის. ხო. ბევრი არ გვისმენს 1000-ობით 50000 ადამიანი ცოტა გვისმენს და ჯუგჯუგებთ რა. ხო, კარგია. ოჯახური რაღაცა. ხო, ოტროვერტული პოდკასტი გვაქვს. ოტროვერტები ესე უნდა გვერდქია მოსკოლები. ხო, გაიც რო გწოდნო და ოტროვერტები. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ ოტროვერტობას ცხოვრების გვიან ეტაპზე აღმოაჩენს, ან შენ ხო ხა აღმოაჩინებ. სხვები კი მას მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც პარტნიორი მეგობარი ან სტატია საბოლოოდ აძლევს სახელს იმას, სადაც ისინი ყოველთვის გრძნობდნენ. აი სტატია მაგმოგოჩეინა. თუ ეს თქვენში რეზონანსი იწვევს, ან თქვენთან რაღაცა გაუგეთ ამ ამბავს, შესაძლოა თქვენც ოტროვერტი ხართ, ან შესაძლოა გიყვართ ვინმე, ვინც ასეთია. აი ეს ბოლოს მაგარი იყო. ხო და ოტროვერტი ეხა ეს მეც ესე ვარ რა. უფრო ანუ მაგალითად 50 ადამიანთან ერთად ფართაობას და кейპს მირჩევნია 5 უახლოესი მეგობარი და ვისაუბროთ ვიდრე ხმამაღალი მუსიკა, წივილკივილი, აქეთ-იქით ცირბილი. ხო, აქეთ-იქით ცირბილი. მე აქეთ-იქით ცირბილში რას გულისხმობ? ციათან ყოველთვის მეზარებოდა ხოლმე სადღაც წავიდოდით სასტავი და წამოიხალქედან იქ წავიდეთ. ბარში შეხვდები ეკრანს დალევდი ხ წამოიქ წავიდეთ აი რა აქ ხო იგივე არ არის იქაც უნდა დალიო და აი რა მნიშვნელობა ეგ არ უზამესმოდა რა ეს აქეთ-იქით მოძრაობა რა ეგ უფრო სხვა რაღაცის ბრალი შეიძლება ინტროვერტიც იყოს ეგრე მე მაგალითად მთელი ცხოვრება ვამბობდი რომ ინტროვერტი ვარ მაგრამ მიქნია ეგეთი რაღაცები არა ნუ ეხლა ეს ზუსტად ეგეთი ადამიანები ხო არსებობენ რომ ან იმენნოი ექსტროვერტი არიან ინტროვერტი მაგრამ ნუ მიდრეკილება რაც გაქვს რა ხო უფრო ინტროვერტობისკენ მქონდა და ნუ ეს საშუალო არის რაღაც რა ხო მეც ესე რა მირჩევნია საუბარი და ურთიერთობა მეგობრებთან ვიდრე აი კლუბში წავიდეთ ერთად მეც დავდიოდი ხოლმე, მაგრამ მე აი აზუს არ მესმოდა რა, ყოველთვის ბრუნდებოდი იქიდან რომ დიდათ ვერ გავერთე, იმიტომ რომ შედიხარ მუსიკა ხმამაღლა, დიდათ კონტაქტი ვერავისთან ვერ გაქვს, ისეთი და მაგას მირჩევნია რომ ვიждეთ სუფრასთან რაღაც მოუწურპოთ და თან რაღაცებზე ხან ვიცინოთ, ხან ვიმსჯელოთ, ხან ვიკამათოთ და რაღაცები ესე გავატაროთ დრო რა. მაგას რომ ამბობ ხოლმე უმრავლესობას და მუსიკაც ფონად ჩართული. უმრავლესობას
მიზეზად ჩემს ასაკს ასახელებს რა. დაბერდიო. შეიძლება. მაგრამ მე ახალგაზრდობაშიც ეგრე მერჩივნა. მოსდა უბრალოდ ახალგაზრდობაში უფრო გავლენის ქვეშ ვექცეოდით სხვების რა და აი ყველა ვიტყოდა წავედით ჩვენც მიდიოდი. რა რა რეცი? ეხლა მე ბოლოს უკვე აღარ მიდიოდი ხოლმე. ხო, აი ახლა გიბწყინავს და ტუჩთან. როქია ბრწყვილები. ხო მომენტად ეს დაიყარე ხო? დაიყარე. არა, იმას თუ იქნა გადაგედა, ანუ ერთი წელი ბზინავს აქ. ის არის შეიძლება რაღაცებს აი ფიქრები და რაღაცები რო დავალაგე ის იყო. ახალი წელია ჩემთან აიტანა ეს ბრწყვილები და რაღაცა. ბრწყვილები. აი ინტროვერტის ის არის, ახლა საქციას გავს ეს ბრწყვილები და უნდა ინაძვის ხე? რა შუაში ინტროვერტობასთან ეგ? ნაძვის ხე და ახალი წელი რომ მიყვარს, იმას არ ნიშნავს რომ ხო, ამოწურეთ ინტროვერტი თუ კიდე ამის თქმა. არა, პრინციპში არაფერი. გადავიდე შემდეგ ფაქტებზე? გადადი, მომეწონა ეს კარგია. ფაქტი ნამბერ 2. ინდონეზიაში არსებობს ყვავილი, რომელსაც ლეშის სუნი აქვს. ანუ ყარს როგორც გვამი. შაკა. არანაირი ნეგატივი ჩვენი. ახალი წელი მოდის და ჩვენი პოდკასტიდან არაფერი ნეგატივი. ამორფოფალუს ტიტანუმი. იგივე ლეშის ყვავილი. მეუბნებათ ესე ქვია. ორი სახელია. ამორფოფალუს ტიტანუმი, ლეშის ყვავილი. 7 წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ უფრო იშვიათად და ყვაბუდიში ყვავილობს 7 წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ უფრო იშვიათად და აქვს მკვდარი სხეულის მძაფრი სუნი. და ამას ატვაკეთებს იცი ბუზების და ხოჭოების მოსაზიდად. ეს რო აყროლდებ თავს რო აიყროლებს, აი ბუზებს გონიათ რომ რაღაც ლეში გაიჩითა და მორბიან და ყვავილობა გრძელდება 24-დან 48 საათამდე. ლამაზი მაინც არის? კი, ამ დავადე ფოტოს ამოვანათებ. შეიძლება 3 მეტრამდე გაიზარდოს. ანუ ისეთია რა, რაღაცა ძალიან ეგზოტიკური შესახედაობა აქვს რა. სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყვავილია. 3 მეტრიანი ყვავილი ბევრი იცი? არა. და ის ყვავილობა ხდება მოვლენა და ბოტანიკობა. ყვავილია თუ ხე არის? ხო, აი ყვავილიო რა, ანუ ყვავილის ფორმა აქვს, ხო, აი დიდი არის რა. და ნუ აი როცა ეს ამის ყვავილობის დრო მოდის ბოტანიკურ ბაღებში რიგები დგას და ხალხი ბოტანიკის მოყვარულები დას. წინა პოდკასტში იყო თუ როდის იყო ტრიალზე რომ ესე გაკეთებდი და რა ეხა დიდია. ამის იგით ხო ის მთავრდება კადრი და 3 მეტრზე აბსოლუტი. 3 მეტრი არა. ასე აა. კაი ბოდიში. კომენტარს გავაკეთებ, არა მე დავიკითხე უკვე. და ხო მეტი რა მოგიყვე. ამორფოფალუს ტიტანუმზე. ხო და სატყვავის? ინდონეზია. ვა. რა უცნაური რაღაცა არის. უცნაურია ყვავილი თუ უცნაურია ინდონეზიაში რო ყვავის. არა, ყვავილი ხო იმასთან ასოცირდება მაინც, აი რო კარგი ლამაზ ყვავილს რო დავინახავ, სულ აი მინდა რომ დავყონოსო და რაღაცა კარგი სურნელი ჰქონდეს რა, აი სუნამოებზეც რო ვლაპარაკობდით, რაღაცა ყვავილების სუნელები და რაღაცა და ყვავის რო ლეში სუნი აქვს, რაღაცა უცნაურია. ხო, სულ არა აქ რა, 7 წელიწადში ერთხელ აკეთებს. ხო, ყვათან ყვავისო 7 წელიწადში ერთხელ და როცა ყვავის მაშინ არის ლამაზი, ვარდიც რო აყვავდება, მაშინ არის ლამაზი და მაშინ მინდა დაახლოს. შეიძლება ბოდიში, შეიძლება რა არის, იცი? მე ესე გავიგე რომ 7 წელიწადში ყვავის და მე სუნს უშვებს, მაგრამ ეს სუნი ალბათ სულ აქვს. აბა ხა თუ ფუტკების და ისა ბუზების და იმის მოსაზიდად უნდა 10 წელიწადში ერთხელ ხوار შეჭამს. ანუ ეს სულ აქვს ეს სუნი, მაგრამ თვითონ ყვავილობს 7 წელიწადში ერთხელ. ლამაზდება 7 წელიწადში ერთხელ, როგორც დერიში არის 27 წელიწადში ერთხელ რო გამოდის ეს იტი და მოკეთ დამ დერის შევეხებით. ესეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე. და ფაქტია მესამე. შენ თუ იცი რომელი სპორტის სახეობა, რომელიც უთამაშიათ მთვარეზე? აუ, რაღაცა ვიცოდი. შეგიძლია გაიხსენო? არა. შეიძლება იყოს ახლა რა, ესე რომ ასე რა ქვია, ფეხბურთს და კალათბურთს ვერ ითამაშებდნენ. 20 ასტრონავტი ერთდროულად ვერ ჩავიდოდა იქ. ჭადრაკე. 300-ს მოგცემ. ეგ არ არის სწორი პასუხი? კერლინგი. არა. ეს ხუმრობ ახლა. ნახე შენ მეორეც და დაიხარჯა უკვე და. იმედია ფოკუსში ვართ კამერაში ახლა დავფიქრდი მაგას. არ ვიცი. გოლფი. რა უნდა მაგის მიხედავს? რატო რა უნდა და გოლფი რანაირად? ნუ დადე ბურთი ამოვარტყი და წამოდი, ეგ არის სპორტი ითამაშე რა.
ეგრე რა ვიცი დაარტყი იმას ფეხი ბურთს და ფეხბურთი ითამაშა ხო მაგრამ ფეხბურთს ჭირდება ვიღაცა ან კარში უნდა დაარტყა ან გოლი გაიტანო ან იმასაც ხო ჭირდება ანუ რაღაცა ხო ჩავაგდებ და დაარტყო სპორტი არის რომ დაიწყოს და დამთავრდეს რაღაცა არ მართავს არ ვამბობ იურიდიულად მართალი ხარ კი ხო და აბა ეგრე ეხა შე როგორც თქვი რომ ერთადერთი გოლფი არის რასაც დაარტყავ და არ ჭირდება არაფერი ნებისმიერი სპორტი შეიძლება იყოს ეგრე არ არის ეგრე ნუ ბევრად ახლოს არის დასრულებულ მოძრაობასთან გოლფის ეს ბურთო დაარტყა და გადააგდო რამე იმას და 40 უმიზნო ვიდრე ერთმა კაცმა ბურთს ფეხი ერთხელ ამოარტყას ეგ ფეხბურთი ნაკლებად არის ბევრად ვიდრე გოლფს ამოარტყა ჯერ ზუსტად იგივე არის ანუ ხო უნდა ჩავარდეს ის გოლფი ჩავაგდო წერია ხო მაგრამ შენ სხვა კრატერები არის მილიონი იქა და რომელიღაცაში თავისი ჩავარდებოდა ისე სხვა რაღაც კაი 1913 წლის თებერვალში აპოლო 14-ის მისიის დროს ავსტრონავტმა ალად შეპარდმა ჩუმად შეიტანა ხომალდზე ესე იგი თვარის სინჯის ასაღები გძელი ჯოხი ჰქონდათ რა და იმას მოაბა ეს გოლფის თავი თვითონ გააკეთა ასე ვთქვათ თვითნაკეთი ისე თუხელნაკეთით როგორც არის და ორი პატარა გოლფის ბურთი წაიღო და თვარეზე რო იყო თავის პოლიდრო გამოუჭდა ჩამოვიდა ხომალდიდან თვარეზე დადო ეს ბურთი და ორჯერ დაარტყა ამ ბურთს და მე დაბრუნდა უკან და ძალიან შორს გაფრინდა იქ ხომ იზიდულობა პირველად ნაკლებია და ბურთს რომ მოარტყიო რამდენიმე მილის დაშორებით გაფრინდაო და ესე უყვარდა გოლფი? ან გოლფი უყვარდა ან ის უნდოდა რომ რაღაცა ისტორიაში შესულიყო როგორც პირველი ადამიანი თვარეზე სპორტით დაკავდა ვითომ კარგი ეს იყო ახალი ამბები მომეწონა კარგი იყო მიხარია ახალი ამბები კი არა და უბრალოდ საინტერესო ფაქტები იმაზე არ ვთქვათ ორი სიტყვა დერი რო ვლანძღეთ ძინა პოდკასტში და მე ახლა დავამთავრეთ და გიждდებით და მოგწონს ო ეგ ახალ ამბებში უნდა გვეთქვა ახალი ცხელი თემა არის დღეს ხვალ გამოდის თბილისის დროით ახლა მერვე სერია დერი აღმოჩნდა კაი ხო პირველ ეპიზოდში თქვით რომ თავიდან არ მოგვეწონა და Welcome to Derry Welcome to Derry პირველი სერია ვნახეთ მე მგონი ორი სერია ვნახეთ და მეორის შუამდე მივედით და დიდად არ გაგვისწორდა ვთქვით და მე კრიტიკოსებმა იმდენი წერეს და იმდენჯერ შეგვხვდა სტატია რომ ეს მე-6 რა მაგარი იყო მე-7 რა მაგარი იყო რომ უყურეთ და მართლა მაგარი იყო განსაკუთრებით მე-7 სერია კი აი HBO-ს როგორც ახასიათებს ზევით კი და რეჟისორად და სხვათა შორის მე გამიკვირდა რომ პირველი სერიის რეჟისორი და პირველი მეორე სერიის რეჟისორი ვინც იყო მე-7 წელი იყო ეს მე-7 რომელიც რაღაც შეაფასეს და უმაღლესი შეფასება მიიღო რაღაც 10-დან 10 და ძალიან მაგარი გადაღება კრიტიკოსებმა ხო სცენარიც მაგარი იყო გადაღებაც მაგარი იყო თამაშით ხო მაგრა თამაშობენ ბავშვების ასწავლი როგორც ყოველთვის არ ვიცი რანაირად ახლა ხო აი ჩემთვის უკვე მე-7 სერიას ვნახე Stranger Things გაუსწორდა კი რა შეიძლება გადაუსწრო კიდეც ხო იმიტომ რომ ეხა Stranger Things ძალიან ბევრი ფანი ყავს რა ითს ეხა მაგდენი ვერ ეყოლება მაგერა პოსტერიც კი მეც ერთ-ერთი ვარ ერთ-ერთი მათგანი მაგრამ სტივენ კინგი სასწაულია სცენარებში რა ეხლა ნაწარმოები თვითონ რაც აქვს დაწერილი საოცრება არის თვითონ ესეთი ფილმიც ძალიან კარგია და თვითონ ეს ბოროტება რაც არის ძალიან კარგად არის გადმოცემული და აღწერილი რა და ამას თუ ამ სერიალში ესე კარგად გააკეთებდნენ არ მეგონა იმიტომ რომ თან ითი თვითონ ფილმი კარგია მე Stranger Things-ი გავს ძალიან ამას და Stranger Things-ი ხო ძალიან კაია და ძალიან რთული იყო მე ამას კონკურენცია გაეწია იმისთვის რა სულ რო უყურებს სულ ის ასოციაციები გაქვს რა Stranger Things-ის ხო ძალიან გავს კი და იგივეა მე მგონი თორემ იმ კადრებითაც კი ველოსიპედებით რო ბავშვები მოდიან და რაღაცა მაგრამ ეს ფილოსოფია რაც დევს ბევრად უფრო ღრმა არის ვიდრე Stranger Things-ში ხო და კი ეგ ნამდვილად ეგრე არის ხო სხვადასხვა ჟანრის კი არა და სხვადასხვა ფილოსოფიის ბოროტებას ებრძვიან რა ხო რაღაც არის მინდა რომ დავასპოილერო მაგრამ პრინციპში არის Stranger Things თუ ხარ დღეს ხა ახალშენოს უყურებ და ამასაც დასპოილერება არ იქნება უკვე ბოროტება და ის რასაც ებრძვიან ეს ბოროტი ძალა ხო ბევრად საინტერესო და მაგარი არის იტიში ხო ვიდრე Stranger Things-ში კი
მეც ეგრე უკვე Stranger Things-ში ცოტა როგორი საბჭოები მაქვს, იცი რაღაცა ეს სუპერ გმირები რო არიან, ხოლმე რაღაც რეინჯერებით რაღაცა ზექით სასტავი არის და ბავშვების ხო ბოროტებას რა იმას უნარი აქვს, ამას იმის უნარი და რაღაცა და აქ ჩაულებრივი ადამიანები ებრძვიან ძალიან დიდ ბევრად დიდ ბოროტებას. მოდი აქ ვიტყვი, სპოილერი იქნება ახლა. თუ გინდათ ყურება და არ გაქვთ ნახე, გათიშეთ ან ჩეპტერები იქნება და გადაახტით. კი, 50-მდე დავითვალოთ და გავარდნით. ხო. ანუ ძალიან ისეთი რაღაცა არის ადამიანური რა, ეს ბოროტება ადამიანის შიშით იკვებება. იცი რა იცი უკვე იცი რომ ეგ არის ისედაც. ხო. არ არის სპოილერი მომენტი. არა, რატო, ახლა ვისაც არ აქვს ნახე, საერთოდ არ აქვს ნახე, ხო. ხო და თან ეს არის ძალიან ადამიანური, იმიტომ რომ სადაც ეს ბოროტება ჩნდება, იქ არის ადამიანური სიძულვილი, როგორც წესი. ადამიანები რასაც გამოხატავენ, ადამიანებს რაც აქვთ ეს ბოროტება, რეალურად ადამიანების ბოროტებაზეა და არა ცალკე ეს ზებუნებრივი რაღაცა, მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში და იქ უკვე რომ სადაც სიძულვილი არის და სადაც ბოროტება არის, შესაბამისად იქვე შიში ისადგურებს, აი იქ ჩნდება ეს ამ კლოუნის სახით რა და ეს არის ძალიან მაგრა გადმოცემული ფილმშიც და ფილმში მაინც ცოტა უფრო ისეთია საბავშვო არის რა და აქ უფრო დარკი არის რა. ხო, აქ და აი პირველ სერიაში ის სასაფლაოზე რო არიან ბავშვები და გამორბიან ეგ რომელი სერია. მოკლედ რაღაცები იყო რეჟისურაში აი 0.5% რაც გამიტყდა. ხო. აი გითხარი შენც რა რომ უფრო ცდილობენ მაყურებელი შეგვაშინონ ვიდრე პერსონაჟი შეაშინონ და ის განვიცადოთ. მაგრამ ცოტა იყო ეგეთი რა. ანუ გულისხმობ რას რომ პერსონაჟი რო დგას და მის ზურგს უკანო რაღაცა ხდება. ამ დროს ამ ბოროტების ამოცანა რო ეს შეაშინოს და ამ დროს იმ ზურგს უკან რაღაცებს ჩალიჩობს და სინამდვილეში ეს იმიტომ რომ ჩვენ შეგვეშინეს მაყურებელს ასე არ მოიქცეო და ის ბოროტება მოკლედ ტექნიკური ის არის დეტალი ეგ მაგრამ ისი თქმა მინდოდა აი ამ იმას გამოვეკიდე ხა და დამავიწყდა ხო ის თქმაც მინდოდა ხა კიდე მეშვიდე სერიაში რაც იყო რომ რო გადაწვავენ ამ შავკანიანების ბარს, სადაც არიან ეს და თეთკანიანები და იმ მოტივით რომ ისინი მკვლელს სავარაუდო მკვლელს ბავშვების მკვლელს აფარებენ ხელს და იქ მალავენ და ამიტომ თავარი მიზეზი ის არის რასიზმი. თავარი მიზეზი არის რასიზმი და ეზიზღებოდათ ესენი და უბრალოდ მიზეზი უნდათ რომ წაუკიდეს ცეცხლი, მაგრამ აქ ყველაზე რა მოწონს იცი რომ თანამედროვე ფილმებში, ბოლო ეპოქის ფილმებში ძალიან ახასიათებთ ეს პოლიტიკური თემების ძალით ჩატენვა და ჩათხრა რა, რომ აი მოდით ან იყოს რასიზმზე ან რაღაცა ჰომოფობიაზე ან რაღაც სხვადასხვა უმცირესობების ჩაგვრაზე და უბრალოდ ესეც მივაწეპოთ რომ კიდევ უფრო მაგრამ აქ არის ძალიან ბუნებრივად გაკეთებული ეს რომ ეპოქაც ისეთი არის ეპოქაც 50-იან 60-იან წლები არის და რომ მაშინ ახლა ის რასიზმი კიდევ უფრო მძაფრად იყო და ეს გამოიყენა იმ ბოროტმა ძალამ და ამათი სიძულვილი და ეს ამათში არსებული შიშები გამოიყენა უკვე და გააკეთებინა ესენი და ბუნებრივად არის ესეც ჩასმული რა და ეგეც ხო აი სცენარის ხარისხი და როგორც ნაწარმოები ბევრად ძლიერია რა მოკლედ რა კი და იქ ირჩევთ რა მით უმეტეს ვისაც Stranger Things-ი მოგწონთ ხო ეგ ჟანრი ვისაც მოგწონთ დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოგეწონებათ ესეც ფილმით შეგიძლიათ ნახოთ ითი პირველი ნაწილი ძალიან კარგია ბავშვები რაღაცა სასწაულები არიან და ნუ მეორე ნაწილი მე არ მომწონს, მაგრამ ნუ ყურება შეიძლება რა. სხვადასხვის ეს არის ალბათ მე ზოგადად უჟასი არ მიყვარს და შენ დამაწყებინა ყურება უჟასების და ალბათ ის რომელსაც შეიძლება ისევ მოუბრუნდე და მე კიდე მეორეჯერაც უყურო. თუნდაც ფილმსა, თუნდაც ამას. სერიალს? ხო, როგორც მაიკ ფლანაგანის სერიალები და ფილმები არის. რომელსაც მახსენდება ხოლმე კიდე და მინდება რომ აი ფიქრობ მაგალითად Midnight Mass-ი კიდე ხო ნახოთ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ფლანაგანი არის, ბოდიში გაწყვეტინებ, ჩემი საყვარელი რეჟისორი არის. მაიკ ფლანაგანი, ყველაფერი ნანახი მაქვს, რაც გადაუღია. მეც ნახე მეგონა ერთი ფილმი სერიალებიც, ფილმებიც, გიოს ერთი ფილმი აქვს და ყველაფერი არა, ის ვერ ნახეთ ბოლომდე, ბოლო სერიალი თინეიჯერებზე რომელიც რა მოგეწონა. ხო, ცოტა ვერ რაღაცა კლუბი თუ რაღაცა ქვია. ხო. Midnight Club ქვია მე მგონი. ხო, Midnight Club რაღაც ეგეთი. შეიძლება ბოლოსკენ ეგეც მე უკეთეს და გამختارიყო. ვისაც ჰორორი მოგწონთ ჟანრი და ვისაც არ მოგწონთ, იმათთვისაც დარწმუნებული ვარ. მაგალითად მე. აი ხო.
რო ნახოთ, აი სხვა ჟანრი არის რა ვერ იტყვი, ჰორორი არ ქვია მაგას რა. ხო, კარგი დრამატული ფილმები არის, უბრალოდ ჰორორიც არის თან, მაგრამ იდეაში რეალურად მაგარი დრამა არის და მაგარი სცენარი აქვს ძალიან რა. პერსონაჟები მაგარი და უბრალოდ შიშზე არ არის. ადამიანობაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე, აი ყველაფერი არის იდეალურად. ვერ იმახსოვრებს Hill House-ი შემოკლებით ქვია ხო ისე Hunting of the Hill House ესე არ ქვია ხო Midnight Mass-ი არის ასწავლი Midnight Mass-ი Netflix-ზე დევს Midnight Mass-ი რამდენიმე დევს აშერებით დევს ხო როგორ ქვია Fall of House of Usher თუ რაღაცა ხო ეგრე ქვია ეს არის Edgar Allan Poe-ს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ყორანის მიხედვით არის გადაღებული და ერთი ყველა სერიალი არის ერთი სეზონი მინი სერიალები ხო თითო სეზონი აი ზუსტად იმდენია რამდენიც უნდა იყოს არც გაწელილი არც შემოკლებული ჩემი აზრით არის იდეალური ზომა ყველა რა ხო მაგრამ მე მაინც ან აშერებით დაიწყეთ, ვისაც ეს ჟანრი დიდად არ გიყვართ და ფლანაგანიც რომ უფრო კარგად დაამუღამო, მე აშერებით მე შემგონ პირველად აშერები ვნახეთ. იმიტომ რომ ახალი იყო, მეც არ მქონდა ნახე. ხო და ისინი მსახიობებიც მაგარი ყავს ქესტი რა, ძალიან მაგარი მსახიობი ყავს. ყველა სერიალში ერთ და იგივე მსახიობი თამაშობს. და მაგრები ისეთი რომ სხვა ფილმშიც გინახავთ ჰოლივუდის. აშერები იყო და მე იყო Midnight Mass და Midnight Mass იყო რომ არ ვიცი, ის ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აშერებმაც და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზ და კარგი გემოვნებით გაკეთებული რაღაც ხარის გადაღებაც საუნდტრეკი ფერებიც ყველაფერი საუნდტრეკებიც კი და Midnight Mass ხო ის იყო ძალიან ესეთია ფილოსოფიურია რა აი გემრიელად კარგად უნდა დაჯდე და მოусმინა და უყურო რა ესეთია. ხო, და Hill House-იც არის, ალბათ იტირებ აუცილებლად, სადღაც რაღაც მომენტში შანსები რომ იტირო. მაგრამ ნუ აი ძალიან დაუფასებელი, ბევრად დაუფასებელია ვიდრე იმსახურებს, ხო, დაუფასებელი მაგას ნიშნავს. ხო. და Midnight Mass-ი მგონია რომ აი არასდროს არ ახსენებენ ტოპ სერიალებში და მე მგონია ტოპ სერიალებში. ტოპ სერიალებში კი ვისაც ვეუბნები ხოლმე არავინ არ იცის ფლანაგანი ვინ არის და ეს სერიალებიც დიდად კი და ფილმებიც აქვს და ფილმებიც კარგია ძალიან მაგალითად Gerald's Game და ასე შემდეგ. კი და მე ერთი პერიოდი ის მქონდა რაღაცა ხო იცი ორიგინალობა რო გინდა რომ ისეთ სერიალებს არ ვუყურებდი ახლა ძალიან ცნობილ სერიალებს და გადავწყვიტე რომ რაღაცები მეკექა და არაპოპულარული ესეთი სერიალები მენახა და მაშინ აღმოვაჩინე ეს ფლანაგანი და მივუყევი და აი ყველაფერი ვნახე ფილმების, სერიალებიც და რაღაცა ახალი გამოდის კიდე სერიალი მაგის მომავალ წელს მე მგონი მაგასაც მართლა? მე მაგას მიმალავდი? სურპრიზი იყო. ვაუ. დაბადების დღეზე უნდა გეთქვა. ხო, მოკლედ გირჩევთ. ხო, კი გირჩევთ. აი, E.T. Welcome to Derry. ეხლა ვსწავლობთ 7 ეპიზოდია გამოსული. აი, აქ მორჩა სპოილერი. პლურიბუსი კიდევ ერთ სერია ვნახეთ. კიდევ უფრო გაიგაწელილი. კიდევ უფრო არაფერი არ მოხდა. მთელი სერია ეს კაცი, სადაც პარაგვაიში რაღაც რო არის, მიდიოდა ამერიკაში. აი, მთელი სერია მიდიოდა, ეგ იყო. შევწუხდით თან. აი, არ ვიცი რა, ვინს კი არ ვიცი, თან ყოველ ჯერზე ყველა ახალ სერიას აქვს შეფასებები, რომ და რა მაგარია და გაგიჟდა ყველა და კიდევ უფრო მაგარი სერია და რაღაცებს ისახენ და მე ვერ ხვდები მიუხედავად იმისა, რომ ვინს გილიგანი ძალიან დიდი ფანი ვარ და ალბათ ზეპირად ვიცი Breaking Bad-ი და Better Call Saul-ი. X-Files-ი? X-Files-ი არა, ვიცი. და პლურიბუსის ძალიან იდეა ძალიან მომეწონა, აი ძალიან დამევასა იდეა. დღესაც მომწონს მაგარი იდეა. ესთეტიკა ძალიან კაია, მსახიობის თავროში ვინც რეასი ორნი თუ არ ვწდები ძალიან მაგარი მსახიობია და მაგარი თამაშობს, მაგრამ არის აი რატომღაც აიჩეს რომ ძალიან ნელი ტემპი კონდეს და აი ვერ ხვდები რა ჩანაფიქრია, აი მართლა ადამიანი მე მაძლევდი შენიშნოს. მამა ჩაწერა გვაქვს პოდკასტის და კაი. მამა სულ უნდა პასუხო. ხო და მაგალითად ადამიანი ჩაჯდა და ხედავთ რომ პერსონაჟი მოემზადა რომ წავიდეს შორგზაზე. იარა გაუთავდა ბენზინი. ჩამოვიდა ფეხით იარა სადღაც მივიდა რაღაც მანქანა იპოვა ამოაცალა ბენზინი მოვიდა ჩაასხა მე ჩალიჩარო დაეკოქა ამას უყურებ დიდი ხანი წავიდა იარა ისევ გაუთავდა ისევ წავიდა ანუ აი ერთი და იგივე ხდებოდა ანუ უკვე ბოლოს ხო თან რაღაცა ამ გაწელვასაც რა ნელ ტემპს მე მიყვარს ეგეთ ფილმების ყურება თავისი საზღვარი აქვს რა
ხო. ხო შეიძლება ეგ ერთი და იგივე რომ бенზინი გაუთავდა ჩაასხა გავიგეთ. ანუ ხო ვიცით რომ გაუთავდება, ხო? ეს ამას რომ ორჯერ გვაჩვენებ, რა თუ არ არის საკმარისი. ხო. ხო და აი ცოტა უცნაურია რა, აი ვერ აზრს სულ მინდა რომ მივხვდე რა, რატო შვება ესე. იმიტომ რომ ხა არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი რეჟისორი, ხო? ტყუილად არიზავს რაღაცებს და არ მინდა თან ესე შევაფასო, რომ აუ ეს გაწელილია და რა დებილობა არის. არ მინდა ეს რაღაცა პრიმიტიულად მივუდგე. ხო. მაგრამ ნუ აი უკვე იმ დონეზე რო არის, რომ აღარ ქსიემოვნებს ახლა ყურება, მოდი და ნუ იტყვი ახლა რა. ხო, დამღლელი იყო. არ და აი როგორც ჩვევია ვინს გილიგანს, აი ყველა კადრი გათვლილი აქ და იქ რაღაცა ის რადიოს ხმების სიხშირებს რო იწერს 6.13 რაღაცა რაც არის, მოკლედ იქაც კი იმაში აზრია ჩადებული ეს კონკრეტულად ეს ციფრი რატოა და იმ ფერის და რაღაც წავიდა ნახატი მოიპარა. ქეროლის ნახატიც, ხო. ქეროლი? ქეროლი არ ქვია? ხო, უცებ მეთქი ავტორზე იძახდი. ნახატის. ჯორჯია ოკიფ თუ რა ეგ იმაშიც აქვს, ბრეიკინგ ბედშიც აქვს, ხატვარი ნახსენები. ის ნახატი რომ მოიპარა მაგაში კიდე იდეა მოკლედ ყველაფერში იდეა ჩადებული, მაგრამ ნუ მაინც გაწელი მეჩვენებ. მაგრამ ნუ რა მაინც შემდეგ სერიალ გამო მაინც ვნახავ. რა მაინტერესებს რა მოხდება. აი ეს იდეა როგორ დასრულდება მაინტერესებს რა ხდება. უკვე ეს რომ აი ეს გამინელდა უკვე ეს მოლოდინი რა და ეს რაღაც აფორიაქება რომ აბა რა ხდება. ან უკვე ისე აღარ ველოდები რა. და აი მაგას რომ მოახერხებ რომ ეს ქნა ესეთი მაგარი იდეით რომ ბოლოს მაყურებელს იდეაში ხო აი ესე ვარ რა შევხედავ კი დაიდო ახალი სერია კი შევხედავ მაგრამ ისე რომ როგორც ვიყავი რომ ვაიმე მაგანგალებდა რომ ხა რა მოითმეს ერთი კვირა ეგრე ნამდვილად აღარ ვარ ხო ნახოთ კაი რა გვაქვს შემდეგ გათამაშებაზე ხარ გადავიდეთ გათამაშება უბრალოდ დავაანონსოთ მოიცა მოვიტან იმას კიდე მოგიტანო არა იყოს მოკლედ გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა რომ 1000 გამომწერზე რომ ავალთ გავათამაშოთ პრიზი ჩვენ გამომწერებს შორის როგორ უნდა გავათამაშოთ ჯერ მოფიქრებული არ გვაქვს მოვიფიქრებთ რამე საინტერესოს იქ ჯემინის ვკითხავთ იქ ChatGPT-ს ვკითხავთ იქ რაღაცა გამოცდილ ხალხს ვკითხავთ და რაღაცა გზას მოვიფიქრებთ როგორ ავარჩიოთ გამორჯებული გამომწერი რაღაცა რენდომ პრინციპი იქნება ხო ან ხო არ ვიცი რაღაც რენდომიზება ჯობია ალბათ ყველა სამართლიანი ეგრე იქნება ხო 1000 გამომწერი რატო 1000 გამომწერი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ 1000 გამომწერი უნდა დააგროვო რომ არხზე ჩაგერთოს მონეტიზაცია ანუ მე YouTube-მა ამაში ვთქვათ რაღაცა 1-2 კაპიკი დაწეროს ოჯახში შემოვიდეს რაღაცა ოჯახში შემოვიდეს 1-2 კაპიკი უფრო 1 კაპიკი უფრო 2 კაპიკი არ მგონია დაწეროს მაგრამ 1 კაპიკი საქმეა თუნდაც აი განათების ფული რო გადაიხადოთ დენის ასაწავლის განათება და კამერა და მეორე ესეთი ჭიქარო გიყიდოთ ჩვენც მე ძალიან მომწონს ჩემი ჭიქარო ხო და ამიტომ ჩვენ თქონა იქნება რომ არხი გამოიწეროთ მინიმუმ 1000-ზე მაინც რო ავიდეთ დანარჩენი მე უკვე იმიტომ რომ რეკლამები მაინც გადის არხზე ხო ანუ ეს ანიშნავს რომ მე რეკლამები ჩაირთვება და არიქა ანუ რეკლამები მაინც გადის რომ თამაში ფულს არ გვიხდის YouTube-ი ჩვენ 1000 გამომწერზე რო ავალთ და კიდე 4000 ნახვა საათს დააგროვებ ჯამში არხზე ანუ მაყურებლები 4000 საათის განმავლობაში ნახავენ შენ კონტენტს ჯამში ჩაირთვება მონეტიზაცია თან ესეთია 1000 გამომწერი უკვე რაღაცა ჟღერს რა ხო ესე იგი რა არის პრიზები? ეს არის ესეთი ფოტოაპარატი და რაღაცა ფოტოაპარატია ვიტყვით, მაგრამ ახლა გეტყვით. ხო, ეს არის პრიზი, რომელიც ჩვენ პოდკასტში, ჯაფარას პოდკასტში სოკარმა გამომიგზავნა წლის ბოლოს, როგორც ესეთ კორპორატიული საჩუქარი და ჩვენი თანამშრომლობის ნიშნად და გადავწყვიტე, რომ გამეთამაშებინა. ჯაფარას პოდკასტს მოვუპარე და მოვიტანე პოდკასტში. იმიტომ რომ ესეთი პრინტერი. ხო, მე ამ ფოტოაპარატით შეგიძლია. ზუსტად არ ვიცი როგორ მუშაობს. მოკლედ მოყვება პრინტერი, აი ესეთი. არ მოყვება. ანუ ამ პრიზებს, რა? ხო. მეთქი ფოტო არ აქვს. ესეთი პრინტერი და ესეთი კარტრიჯი ამისი ფოტოებისთვის 20 წელი არის ამაში. ეს როგორც ვიცი ჩვენც გვაქვს ესეთი. შეგიძლია ტელეფონს დაუკავშირო და პირდაპირ ნებისმიერი ფოტო არჩიო ტელეფონიდან და გაუშვო და ეს ამოპრინტავს ეგრევე ფერადად კარგი ხარისხით. ამით შეიძლება გადაღება და დაუკავშირო პრინტერს და ამობეჭდო, მაგრამ მე მგონი ამის ჩადებაც შეიძლება ამაში, მოკლედ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ესეც რაღაც ფოტოაპარატია. ხო.
ხო, მოკლედ დავდებთ ჩვენ Instagram-ზე ამას და იმაზე, რომ რა ბრენდია, როგორია და ინსტრუქცია შეგიძლიათ უკვე თქვენს მოიწიოთ. ხო და ეს არის ძალიან საყვარელი რაღაცა, ძალიან შეყოლა იცის. ხო. მე რომ ეს ვიყიდე იმდენი დაუბეჭდე რომ რა ვიცი. ეს არის Xiaomi-ის, ხო, Xiaomi-ის ბრენდი. კი, Xiaomi-ის არის. ეს როგორი კითხვა Xiaomi თუ Xiaomi თუ როგორი? მე რა. ხო, ნუ Xiaomi ვიცი მე. ძალიან ძალიან ესეთი საყვარელი რაღაც არის და მეც აქტიურად ვიყენებ, ხმარობ, გაჩვენებთ კიდეც ის გვაქვს კოლაჟი გვაქვს გაკეთებული ჩვენი მოგზაურობის დავდებ ამ ფოტოს და აი ოჯახისთვის თოქრისთვის ძალიან საყვარელი რაღაცა არის და აი ძალიან კაი ჰობია. პირველად რო ვიყიდე ვბეჭდავდი. ეხლა კიდე რაღაცები გვაქვს დასაბეჭდი, კარტრიჯი გამითავდა, მაგრამ ვიყიდი და გაუცებად გავაგზავნებ და თუ კიდე მოცალ 1-2 წელი ამას. ძალიან გამოგადგებათ, აი რო გაჩვენებთ რანაირებს ბეჭდავს, მიხვდებით თქვენ თვითონაც. ხო, ესეთი პატარა აემზომის რა, რაც არის, ესეთი რაც ახატია აემზომის პატარა ფოტოს ამობეჭდა. ოჯახის ფოტო, რომელსაც საფულეში შეინახავ. კიდე არსებობს ეგეთი რაღაცა. ან კედელზე ესეთი კოლაჟს აწყობ. მოგეთ, ესეთ პრიზი თამაშდება 1000 გამოცდილებას რა გავათამაშებ და გთხოვთ გამოიწევთ ჩვენი არხი, ვიდეოც დაალაიქოთ. გააზიაროთ და აკომენტაროთ. გავიცნოთ ჩვენი მაყურებელი? გავიცნოთ ჩვენი მაყურებელი. დაულიო მთელი ჭიქა. ამდენს ბევრს ვაყარებ. სასაცილო არის, აი მაგ ჭიქას რო იღებ. ესეთი რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ რომდეს ვლაქებთ და რაღაცებს ვყვებით ჩვენზე, ჩვენს გვაინტერესებს ჩვენი მაყურებლები როგორები არიან. და პერიოდულად დავსვათ ხოლმე შეკითხვა, თუ რაღაცა ისეთი, რომ თქვენ თავზეც მოგვიყვეთ ეგეთი შეკითხვა და პირველი შეკითხვა გადავწყვეტ იყოს ესეთი, რა გიყვართ? ესე ვეკითხებთ ჩვენ მაყურებლებს. გულისხმობთ უფრო მეტად რის კეთება გიყვართ, რის ყურება, რის მოსმენა, რაღაც ანუ ის რომ შვილი მიყვარს, მეუღლე მიყვარს, მშობლები და ძმა შემდეგ ასაკებია. ადამიანები არ იგულისხმობა. აი რა გიყვართ ყველაზე მეტად? ამ ვიდეოს ქვეშ იქნება აპინული კომენტარი ამავე შეკითხვი და ამ თემაზე იქ ვიპასუხეთ. და გვაინტერესებს რა, რომ ვიცოდეთ როგორია ჩვენი მაყურებელი. ხო, ეს ბოდიში, ანუ მე რაღაცა ბევრი შეკითხვას დავუსვათ ხოლმე და ყველას რო წავიკითხავთ, შეიძლება გადაცემაში არ წავიკითხოთ კომენტარები, ისე ჩვენთვის გვინდა რომ ვიცოდეთ, ჩვენ ყველას წავიკითხავთ, მაგრამ რაღაცა ერთი საერთო იმას შევქმნით პროფილს ჩვენი მაყურებლისა, წარმოდგენა გვექნება რა, როგორი ხალხი გვიყურებს. თან მართლა ისე წავიდა საქმე, რომ წეგან რაც თქვი, აი ზუსტად ეგრე არის რა, აი რაღაცა ჩანაფიქრი რაც გქონდა, ამას რო ვაკეთებდით, ახლა რაღაც მოლოდინი ხო გქონდა ბუნებრივია. ზუსტად გამართლა და აი ერთ-ერთში ზუსტად ის გამოხმაურება წამოვიდა, რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო და რასაც ველოდით. კი. ოღონდ თან მალე არ ნამდვილად არ ველოდი ესეთ კომენტარებს პირველ ეპიზოდზე და მეორე ეპიზოდზე რა. და რაღაცა ჩვენს შევეცდებით ამ კომენტარებიდან გამომდინარე რაღაცნაირად თქვენს გემოვნებასაც და თქვენს სურვილებსაც მოვერგოთ რა. ხო, ანუ ბუნებრივად გამოგვივა მე ესა რა, როგორც წოდინება მაყურებელი ესეთი, უფრო ალბათ ზუსტად გვეცოდინება რა შევთავაზოთ, რაზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ. ხო, ასე რომ დაგვიწერეთ რა გიყვართ. ხო. კი ბატონო, რა გიყვართ? ამ ეპიზოდის მთავარი შეკითხვა. და კიდე არის შემდეგი, გადავედით, გავაგზავნეთ. დღეს გვაქვს დღის თემა, ძალიან საინტერესო. ხო. დღის თემა არის ესეთი ფენომენი, კი არა, ფრაზას წავაწყდით, kitchen crimes, ანუ სამზარეულოს დანაშაულებები. სამზარეულოს კრიმინალი. ხო. ანუ აი მაგალითად რაღაცა რომელიც ნერვებს გიშლით, თქვა თქვენი ოჯახის წევრი ან სხვა ვინმე რო აკეთებს სამზარეულოში. მაგალითად მაცივიდან გამოიღებს წვენის ბოთლს, მოსვამს და თითქმის ცარიელს ან ერთი ყლუპი რო დარჩენილი უკან რო ჩადებს. კი. აი ესეთი რაღაცეები. კი. ხო და რეები ეგეთი შენ რაც გახსენდება და ნერვებს გიშლის. არ მივაკეთებ მაგალითად და. გუშინ იყო. ხო და მარტო kitchen არა, სახლი ალბათ თლიანად იგულისხმება რა. გუშინ იყო მაგალითად ზუსტად ეგეთი შემთხვევა, რომ თეფშზე მახსოვს იდო ერთი ნაჭერი ყველი და გაფუჭდა ის ყველი, ეტყობა და გადაგიგდია ის ყველი. არ უნდა გადამეგდო? კი, მაგრამ თეფში, ცარიელი თეფში და მაცივარში. მაგას ხშირად ჩვები ხოლმე. კი. იცი რა არის, ნახევრად ხომ მაინც მოგგვარი ეგ პრობლემა.
კრაიმ რატო არის? ანუ ისო დამეტოვებინა გაფუჭებული ყველით. ხორცს გაგახსენდებოდა და ხანდახან შევები ხომ რომ ჭამ ის გაფუჭებული იყო ის ყველი და გადააგდო. ხანდახან რომ ბოლო რაღაცას შეჭამ და იმ თებს ტოვებ ხოლმე. რაღაც ბოლო მანდარინს შეჭამ და დიდი ჯამი რჩება ხოლმე იმაში. კარგი. კიდე მაგალითად დღის ბოლოს ყველა კოვზი არის ხოლმე დასრული და ნიჟარაში დევს. ხო. ანუ თითო რაღაცა მიწის თხილის კარაქის გამოღებაზე დაჭამած და თითო რაღაცა ის ამოღებაზე თითო კოვს ხმარობს და ყველაფერს გასაეცხად. ის არ გაღიზიანებს ესე ნიჟარაზე რო არის ნახე რომ დატოვებული ეს დანა ან კოვზი დასრული რომ მაგასაც შეიძლება. ხო და მაშინ ან ეს უნდა უქნა ან ის. არა მე არც მაშინ ყველა იმის ხმარების მე ხوار გარეცხო იმ კოვს. მე არც ერთი არ მაღიზიანებს რამე მithქვამს ოდას მე რა. აბა ხა მაგას ეგ ჩამოთვალე? ეგ არ ჩამოთვალე ხა? შენ რასაც ჩვევი ხოლმე ეგ და დანაშაულია. როც გაღიზიანებს? ანუ არ მაღიზიანებს, მაგრამ დანაშაულია. ხო შენ ხო არ ხმარობ კოვზებს. დასასწრი. თითურები მას რა ყავას და ისწყავ. მაგიტომ ეს ერთი თითის უდამწვარი ვარ. და კარაქსაც იმის კი არა და მდნარ ყოლსაც ხერეთის მოპურზე. კაი, კიდე მე ისე რა ქვია. ორნაირი განათება გვაქვს სამზარეულოში. ხო. ესე ანუ კარადის ქვემოდან რო განათება არის ხოლმე და ჭერზე რაც განათება არის და ჭერის განათებას უწევანთებ ხოლმე შეიძლება სამზარეულოში გახარ. სულ მე ჩააქრეო და ეგ ვერ ამოხსენი რაც გიშლეს ეგ განათება რაც უფრო კარგად ხედავ რაღაცას. მაღიზიანებს. რატო? არ ვიცი, რაღაცნაირად მაღიზიანებს, არ ვიცი. შეიძლება თეთრი შუქი რო აქვს მაგით. კი ბატონო. მე გამახსენდა. მაცივრის კარზე რო პატარა თაროებია. მაგაზე მაღალი ბოთლის დადება, ანუ მაღალი ბოთლია, ბოთლი მაღალია. მაგაზე ბოთლის დადება და რო გამოაღებ და რო ვარდება და დაბალი თარო რო არის და აი ეს რო ხან ხალებს ბოთლი. კი, ერთი ორჯერ გამიტყდა კიდეც რაღაცა რო გამოაღებ. აი მიშლის ნერვებს ძალიან. ხო. თან შენ ხარ დაგიდია და გამოაღებ და ტყემალი გადავა დაეტყმება და მე შენი პრობლემა ხდება, აი მსაწმენი. აი ისე რომ გადმოვარდეს დაიღო და ჯანდაბას, მაგრამ მე აი შენ გეჩნდება მაგარი პრობლემა. კი და ისა ცარიელი რო გამოიტან ყინულებს გამოიყენებ და ცარიელს აყინულეს რო აბრუნებ. მაგას მე ვშვები ხოლმე. შენ არასდროს არ შვებ მაგას. შეგოთვის ასხავდა. დებ ხოლმე. მე ვაცნობიერებ მაგას რომ არ უნდა უკნა, მაგრამ მაინც ჩვენს ვიდრე მეზარება. ხო. კიდე მეტი ისეთი არაფერი, ხო? კიდე სხვა სამზარეულოს გარდა? სამზარეულოს გარდა? ხო, კიდე ის არ მესმის ხოლმე, რა ქვია. ლოგინის გადასაფარებლის დაწოლის წინ აკეცვის რაღაც შენი ის რო გაქვს. რიტუალი და მან და მაინც ესე რომ უნდა აკეცოს ხანე მაგალითად ესე ვიღებ ერთიანად და სადაც ვდებდი ხოლმე და რაღაცნაირად უნდა გადმოკეცო მე კიდე გადაკეცო კიდე რაღაცებს რო აკეთებ ხოლმე მე შენ აკვირდები დილას როგორ ვაფარებ არა ნუ მაგის ყურებას არაფერი ჯობია მაგრამ ანუ ეს ემსახურება იმას რომ დილას მე 5 წამი უნდა იმის დაფარებას და ეს ესე რომ აიღებ და სადღაც დააგდებ მე დილას უნდა იჩალიჩო რომ გაასწორო აბა ესე არის სიგრძე სიგანე მე გადააფარო იქიდან გაასწორო აქედან გაასწორო და ანუ წვალობ რა და ეს რომ ესე როგორც მე ვკეცავ ზუსტად ესე არის აი ზუსტად იდეალური მოძრაობები რაღაც ხო არა ის ლოგინის გასწორებაზე წიკები გაქვს კიდე მაგალითად ისე რომ საბანი უნდა იყოს ბალიშის ზემოდან საბანი უნდა იყოს ბალიშის ზემოდან რატო ეს იმაში რო არის ეგეთი ისინი მაქვს ფრენდსში რო არის მონიკა ხო ფრენდსი მონიკა პიქჩერს მაგრამ რაღაცები არის რომ პირიქით ძალიან ისე ვაკეთებ რაღაცებს კიდე ის რო გაქვს შენ კომოდთან რაღაცა კარდონის კიდე ქაღალდის პარკით რო ქვია მაგას დასლის მაღაზიაში რო გაძლევ ნეგეთ ფეხზე რო დგას თვითონ რაღაცა ტიპის ნაგავს რომ მაგაში იყრი და სადამ ეგ გავისება აი მაგეთად ახალი ტანსაცმლის ეტიკეტი ან რაღაცა ის რო გახსენი რაღაცა იმის
თავი პარკი ან რაღაც ეგეთი ეგენი მარტო იქ იყრება და ის რო გაიუსება მე მიდის ნაკუთხვიჩი ხო იმიტომ რომ იქვე ანუ ტანსაცმლის ეტიკეტებს და რაღაცებს ხო საძინებელში ვაცლი და რო აი რო არ ვიბინო აქეთ ნაგავშკაცა იქ სუფთად და კარგად ვაწყობ იმაში და მე იმას ვაგდებ რა მეტი ისეთი არაფერი ხო სოფისახოს ვიქტოვებ საძინებელში ნატომღაც ლოგინზე ზებოდან ხო ანუ ლოგინზე რამდენი გასწორების ისა გაქვს ხო ციკი მაგრამ მე ზებოდან სოფისახოს დაგდება მოსულა უკვე დასუ შენ კიდევ ხოლმე ხო მოგეთ არის რაღაცეები kitchen crime-ები შენს მაისურებს კეცავდი ისტერიკულად ადრე და ეხლა ცოტა გადავეჩვიე ხო მაგის გარშე ვერც იქნება ეხლა როგორ შეიძლება ორი ადამიანი ზუსტად ერთად აკეთებდეს ყველაფერს აი რაღაცა რამდენიმე რჩევა გაქვს გამომუშავებული რაღაცეების მიმართ და ზუსტად ესე აკეთან სადამ მე ვიღაც არ მიგითითებს ვერ ხვდები რომ ესეთი ეგეთი რჩევა გაქვს საერთოდ რო ეგრე აკეთებ რაღაცას მე რაც ნობიარებ რომ რაღაცას ეგრე აკეთებ კი ეხლა გამახსენდა აი ეს ამასთან კავშირში არ არის მაგრამ გამახსენდა და მოყვება კიდე გაქვს ისა რაღაც აი აქეთ არის ადგილი ახლა ჩანს კაცსაც ძალიან ბევრი ტილოდებს ხო ვერაზოს ვერ გავარტყი რომელი ისი ტილო არის რომლით შეიძლება მტრვის გადა ერთნაირია ყველა ვიზუალურად არ არის ყველა რომლით ტვიტერი უნდა გადაწყვიტე რომლით შეიძლება დაასველ და რამე გაწყვეტ აი ვერაფერი დავიმახსოვრე და მოვიდა ხომ რასაკეთ როგორ შეიძლება მაგითი მტრის გადაწყვეტა და საერთოდ ვერ ხვდები ეგას ხდება დასახე გაგხავე რომ გამოვიდა და ძალიან გინდა რომ გაარტყა რომ ეს ამეთი შეიძლება ზოგადად არა არა მაგით როგორ შეიძლება რაც ამბობდი ხო და ეხა ამასთან კავშირში არ არის მაგრამ გამახსენდა რა ამ ჭურჭლებთან და რაღაცა ჩვენს თანაცხოვრებასთან დაკავშირებით სანამ ესე გავაოფიციალურებდით ჩვენს ურთიერთობას მოსული ვიყავი ჩვენს მეგობრებთან ერთად დავლიეთ ან რაღაც ახალი წელი იყო მეგონი თუ ძველთა ახალი წელი თუ რაღაცა იყო ან რაღაცაზე შევიკრიბეთ ჩემი ეჭვენობის ამბავს და სანამ ურთიერთობას დავიწყებდით გიოს სახლში ჰქონდა ორი კოვზი ორი ჩანგალი და ორი თეფში მართლა მაგრამ მეტი არ ქონდა ორი ქონდა ყველაფერი მე და სტუმარი ხო და თუ რაღაცა ისე მოხდა რომ ცოტა ბევრი შევიკრიბეთ ხო ორი ცოტა ბევრი შევიკრიბეთ და მე და ჩემს ბიძაშვილს ესე პატივი დაგვდო და ორი ღვინის ჭიქა გამოგვიტანა ანუ მეტი არ იყო ღვინის ჭიქები ანუ ამ ღვინის ჭიქებით ჩვენ ვსვამდით მე და ჩემი ბიძაშვილი ეგ ცალკე მქონდა სტუმრებს უნდა გამოუტარო ხო ცალკე სტუმრებისთვის რომ კაი რაღაცეები გვაქვს ეგეთი მე აბა ღვინო შეიძლება ესეთი ჭიქიდან დამელი ხო და დავლიეთ ამ ჭიქიდან და ჩვეულებრივად კარგად ჩაიარა საღამო მეორე დღეს არ შევხვდივართ ერთმანეთს და მესამე დღეს მოვედი გიოსთან და ხედავ ნიჟარაში აწყვია ორი ღვინის ჭიქა და ну რაღაცა ესეთი მქონდა მაშინ კომპლექსი მქონდა რომ ნუ ეჭვიანობა ახლა არ შეიძლება ეჭვიანობას რო იწყებ ნუ რა არის ახლა რაღაცა შენი თავის შეურაცხყოფა არის თუ რაღაცა მაგრამ რა თქმა უნდა წავედი და ამ ჩემ ბიძაშვილს ვისთან ერთადაც მივირთვი ეს ღვინო თუ შამპანური თუ რაც ღვინო წინის წინა დღეს ვეუბნები რომ მაგას მეთქი ვიღაცა სკო და რატო საიდან მოიტანეო ჩემ ბიძაშვილი მეონება სოფო ქვია უთხარი რომ მისული ვიყავი მეთქი სახში მაგასთან თქო და ნიჟარაში ვნახე მეთქი ორი ცალი ღვინის ჭიქა იყო მეთქი და ეხა ღვინის ჭიქა მეთქი ორი ცალი მეთქი აი საიდან თქო ეჭველი ვიღაცა იყო მეთქი მაგასთან თქო და თვითონ და ვიღაცამ დალიეს მეთქი და ცოტა ხანი მისმინა ჩემო ბიძაშვილმა ეხა აი მაგასო ეხა სერიოზულად მეუბნებიო თუ მეხუმრებიო და ნუ ბოლოს გამახსენა რომ ზუსტად ორი დღით ადრე მე და ჩემო ბიძაშვილმა დავლიეთ იმ ჭიქიდან სადაც დავტოვეთ არ გარეცხილა ის ჭიქები და ესე ვიეჭვიანე საკუთარ თავზე მაგიტო არ ეცხოდა გარეცხილო და ხვდები იყო ხო უფრო ფიქრებდი რომ ესე კიდე გამოიყენა გარეცხა თან კიდე ეგეთი შემთხვევა იყო კაცების ლაივზე ვიყავი და
რო გამოვდიოდი მითხრა დღის თემა ეჭვიანობა ეს გადაგვეტარა შემდეგ იმაში დღის თემა გამოწყობოდა ხო მიდი არ გვინდა არ კი მოყვა არა ვიხმარე ხო და ესეთი ამბავია რომ ლაივზე ვიყავი კაცების და უნდა წამოსულიყავით მოკლედ იქიდან და გიო მითხრა რომ მანქანას გამოვიყვანო მთავარ შესასვლელთან და შენ მთავარ შესასვლელთან დამელოდეო და კარგი მეთქი და რო გამოვედი თან წერდი ამას იმიტომ რომ მე შიგნიდან ვუყურებდი დარბაზიდან და გიონ კულისებიდან უნდა გამოსულიყო და ამ ყველაფერს მესიჯობდით რა რაღაცა ინსტაგრამზე თუ რაღაცა და მესენჯერში ხო, ну რამშელობა აქვს და ამ მესეჯებში აი გამოვედი, აი მეც აქ ვდგავარ და აი მიმოწერაში ვარ და ზუსტად მოაჩერა მანქანა კართან და ჩავჯექი. რო ჩავჯექი ტელეფონი, გიოს ტელეფონი იდო, ეს ჭიქების ჩასადებით რაღაცა რო არის, იქ იდო და დავინახე რომ დაბლოკილი არ იყო ტელეფონი, გახსნილი იყო ეს გავარტყი ხალი რა თქმა უნდა. ეს ისა ჩატი და დავინახე რომ ინსტაგრამზე თუ რაღაცა მესენჯერში იყო ვიღაცასთან მიმოწერა რომ აი გამოგივლი მოგაკითხავ გამოდი რაღაცა ესეთ ტექსტს კითხულობ ჩუმად რა ესე წომნად და ნუ აი გავგიჟდი რომ მეთქი რა არის ეს რა ხდება ვიღაცას ხდება პარალელურად მეთქი აგერთან ახლა უნდა მე გამოსულიყავი და ვიღაცას წერს თქო და აი კაი ხანი ამ ფიქრებში ვარ და ნუ ბოლოს როგორც იქნა შევხედე სახელს რომ ჩემი თავი ორჯერ შენი მიმოწერა იყო მეორე მხრიდან დანახული. კი, ჩემი მიმოწერა იყო და ესე ორჯერ საკუთარ თავზე რო ვიეჭვიანე იმის მერე იმის მერე შევწყვიტე საერთოდ. ხო. აღარ სასაცილო ის არის რომ გიოთვის აი ძალიან დიდი ხანი ეს არ მithქვამს. აი ეხა ხანს უთხარ რაღაცა 2 თვის წინ უთხარი რა, იმიტომ რომ ეს რო ადამიანს უთხარ რაღაცა ახალდაწყებულ ურთიერთობაზე შეიძლება აღარ მოუნდა. სწორი ტაქტიკური სვლა იყო. ეს შენი მხრიდან. კი. კი ბატონო. მადლობა სახალისო ის კურიოზებისთვის. კიდე რამე კურიოზი ხო გაიხსენება. შემდეგისთვის შემოვინახა. შემდეგ შეიყოს კურიოზები. ხო, ესეთი იყო დღის თემა და თქვენს თუ რამე გაგახსენდათ kitchen crime-ი ან რაღაცა ხო, მაგიდან მივედით ამ თემაზე. სულ მეტად საიდან მივედით მაგ თემაზე. ან რამე ეჭვიანობის სასაცილო ისტორიაც თუ გაგახსენდათ. დავაი გამოვუშვით. და დაგჭა? რჩევები? რჩევა. დაიწყებ თუ დავიწყო? დაიწყე. ამჯერად და დაემთხო პოლიტიკაზეც რო ვილაპარაკეთ. ესეთი რჩევა მინდა გირჩიოთ პოდკასტი. სამწუხაროდ მხოლოდ ინგლისურ ენაზე არის. ტრიგერნომეტრი ესე ქვია. ლინკსაც ანაკა მოანათებ და დაიწერებ როგორც არის. ტრიგერნომეტრი არის პოლიტიკური პოდკასტი არის. პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე არის. ორი წამყვანი ყავს. ორივე სხვადასხვა სტენდაპერი იყო. ეხაც აგრძელებენ, მაგრამ თან პოლიტიკაზეც საუბრობენ და ერთი არის ბრიტანელი, მეორე მე მგონი წარმოშობით რუსიელი, რუსი ებრაელი თუ რაღაც ესეთი. კონსტანტინ კისინი და დამოწმობთ რა სახელები. მაგრამ სულ უსმენ ხოლმე და რატო არის მაგარი? მოყავთ სხვადასხვა იდეოლოგიის წარმოდგენის ბექგრაუნდის მქონე ადამიანები, ისინი წყოლიათ რაღაცა დიდი გავლენიანი პოლიტიკოსები წყოლიათ, ცოტა ხეზე დენა ვაიტი ყავდა UFC-ის CEO, სპორტსმენები ყოლიათ, მსახიობები, მკვლევარები, პოლიტოლოგები, მოკლედ სტუმრების სია ძალიან დიდი არის და რაც ყველა ძალიან მომწონს ძალიან სწორი და ანუ ადეკვატური და საღი დებატები მიდის ხოლმე და მსჯელობა თემებზე რა რაც თემასაც ეხება არასდროს მე ამ პოდკასტში არ მინახავს ვინმეს ეყვიროს რაღაცისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს ესენი რამე გადაესხათ შეესხათ ესენი არიან ძალიან კარგად შეუძლიათ ნეიტრალური პოზიციის დაცვა ან კითხვის დასმა ნეიტრალური პოზიციიდან კარგად შეუძლიათ არგუმენტირებული მსჯელობა მოკლედ ესეთი უფრო თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებზე არის პოლიტიკურზე მაგრამ უკრაინის ომზეც ისრაელი პალესტინა ამერიკა და ამ შემდეგ და ძალიან კარგი და ადეკვატური დებატები რაც გვაკლია საქართველოში ალბათ არ არსებობს აი ძალიან იშვიათად ისე ეგეც YouTube-ზე არის მარტო რამდენიმე პოდკასტი და არ ყავს იმდენი მაყურებელი რამდენიც უნდა ყავდეს რაც ტელევიზიებში ხდება ნუ ის ხო საგიჟეთი არის და მე ვთვლი რომ სადამ ჩვენ კულტურამდე ვერ მივალთ რომ აი ეს შევძლოთ ლაპარაკი ერთმანეთთან აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებმა
როგორც იქ ახერხებენ იმ პოდკასტში და უკვე დიდი ხანია მანამდე არაფერი არ გუშველება მანამდე აზრს ვერ გამოვიტანთ ვერაფრიდან მანამდე ვიქნებით სულ რაღაცა ერთი იქით უბედავს მეორე აქ და ამ შემდეგ მე ვთვლი რომ აი ტრიგონომეტრიაში რაც ხდება ეს ამას რო შევძლებთ ქართველები და რაც უფრო დიდ მასშტაბზე შევძლებთ და უფრო ხშირად მე უფრო წინ წავა ქვეყანა ამიტომ გირჩევთ ამას კი ბატონო ლინკსაც ჩავაგდებ აღწერაში ტრიგონომეტრი პოდკასტი რა მეც არ ვიცი მგონი ხო? იცი ახლა სახელით ვერ ხვდები, მაგრამ რო დაგანახო, ჩართული მაქვს ხოლმე და ერთად გვისმენია. კარგი, ესე იგი სახელს არ დავკვირვები ვარ. ხო. მადლობა. You welcome. კარგი რჩევა იყო. მე გადავწყვიტე დღეს თამაში ურჩიო ჩვენს მაყურებელს. მიხვდები ალბათ უკვე თამაშზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის ჩვენ პირად ვითამაშეთ PlayStation-ზე. ხო არის მე მგონი PC-ზე შეიძლება. არ ვიცი კომპიუტერზე არის თუ არა desktop კომპიუტერზე, მაგრამ PlayStation 4-ზე ვითამაშეთ. ხო, PlayStation 4-ზე ვითამაშეთ. ეს არის It Takes Two. კი, ნამდვილად კაი თამაშია. და არის ცოლ-ქმარზე. ცოლ-ქმრისთვის არის, ან წყვილისთვის, არ ვიცი. შეგიძლიათ შეყვარებულებმაც ითამაშო, შეყვარებულებმაც, ესე რა თქვი, ვიცი. მოკეთ ძალიან სახალისო, საინტერესო, საყვარელი, კარგი შინაარსი, კარგი სათავგადასავლო ჟანრის. თან არის ძალიან ბევრნაირი, როგორ თქვა, ხო იდეაში ბევრნაირი ჟანრი არის, მაგის მოთუგინა ხო? ხო, ბევრნაირი ჟანრი არის რა. ერთ თამაში. კი, რაღაც open world-ის მსგავსი, მერე რაღაც სტრატეგიის მსგავსი, აი ყველანაირი რაღაცა ის არის. ხან შუთერი ხდება, ხან ის ხდება ბოლა მიდის და რა უძუნა რეისინგ თამაში. ხან თავსატეხები არის, საკმაოდ ისეთი აი ჩამთრევი თამაშია. ეს თან რატო დავიწყეთ? მოკეთ რაღაცა ისეთი პერიოდი იყო, რომ ცოტა წონა გაგვექცა. და გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ისეთ კაცრ დიეტაზე გადავსულიყავით რა, ნუ ვარჯიშსაც მოუმატეთ, ცოტა ისეთ კალორიების ისეთ დეფიციტში ვიყავით და გადავწყვიტეთ, რომ აი ღამით ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ღამით რო დაჯდები და სერიალს უყურებ და გინდა რომ რაღაცა გემრიელები და ტკბილები დაილავგო და შეჭამო. აი ეგ გვინდოდა რომ ცოტა ხნით ისე მკაცრად აღმოგვეფხრა რა. ხო. და გადავწყვიტეთ, რომ მოდი რაღაცა თამაში ვნახოთ და აი საღამოს რაღაცა სერიალებს რა ჩაუჯდეთ საათობით, ძილის წინ ცოტა ხანი ვითამაშოთ. 1.5 საათი, 1 საათი და მე დავიძინებთ რა. ანუ ახლა თამაშში ჩართული რო ხარ, ისე არ გინდა რა ეს ჭამა. რომელ 1.5 საათზე და 1 საათზე არის ლაპარაკი, ამ თამაში რო დავიწყეთ, რამდენიმე ღამე გავათენეთ. ანუ მართლა გავათენეთ 4 საათს 5 საათს დავიძინეთ, თქვენ არ ქნათ ეგ. მოგეთ ორი ჯოისტიკით შეგიძლიათ თამაშოს split screen-ს რო ეძახიან, ეს გაყოფილი ეკრანი, აქეთ ძოლი იქით ქმარი. ეს ერთად მიდიხარ კოოპ თამაშებს ეძახიან, ანუ უნდა ითანამშრომლო რა, ერთმანეთს თუ არ დაეხმარა, ისე რომ ვერ წახვალ წინ რა. კი, სტორიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი. კი. და გირჩევთ მოკლედ რა, წყვილისთვის არის idеალური სათამაშო, idеალური გასართობი. სხვადასხვა გაცილებით მაგარი აღმოჩნდა, მე რომ დავიწყე თავიდან ცოტა ესეთ საბავშვო ან ესეთი მომეჩვენა პრიმიტიული თავიდან. მაგალითად როგორი რაღაცები ეცი რომ თავიდან ესენი ცოლ-ქმარი დაპატარავდება რაღაც ჯადოსნური ამბის გამო დაპატარავდებიან თავის სახლში არიან და იწყება ამით თავგადასავალი. პირველი ტური არის კერძო სახლი და ეზო და ციყვებს ებრძვიან. ხო. მეორე ტურია მაგალითად მტვერსასრულთან უწევთ დაპირისპირება და ოღონდ ყველა შემდეგი ტური არის რაღაც ახალი სამყარო, სადაც გადადიხარ, საერთოდ სხვა ვიზუალით, სხვა გეიმპლეით, სხვა სტილის. ხო. და ნუ მოკლედ რაც უფრო შემდეგ ტურში გადადიოდი, რა გქონია რომ ფანტაზია ხა მოიწურება და კიდე საერთოდ სხვა სამყარო. ეს მუსიკალური სამყარო რა იყო, ახსოვს რა მაგარი იყო. ერთ-ერთ ტურზე ვიტირე. რომელი იყო? დათვის თუ რაღაცა სათამაშო სტორი რა იყო. კი, და თან სცენარიც კაი აქვს რა. სცენარი ხო ეგ თქვა, სტორი არის. პერსონაჟის ისტორია როა და ძალიან მოკლედ ძალიან ესეთია. ხო, მაგალითად შუთერი რო არის ერთი ტური, მე ბაღში აქვს პატარა, ეზოში აქვს პატარა ყვავილების ბაღი და იმ ბაღში შედიან და იქ საერთოდ სცენარების სამყაროში ხდები და იქ საერთოდ სხვანაირი დარბიან არსებები და ვიზუალი და მოკლედ მაგარი კაი თამაშია. რაც მოვიძიე მე როგორც მახსოვს PS5-ზე გამოდის
აუსახელი დამოუწდა split action თუ რაღაცა ქვია, ანუ მაგ სტუდიის გაკეთებული თამაშია და ორი პერსონაჟია. მეტი არ ვიცი. თათ ამის გაგრძელება არ არისო, მაგრამ გავსო რა, თქო სიკველი არ არის, მაგრამ რაღაც ეგეთი არის. მაგრამ ნუ გათამაშია და მაგას სადაც გამოხსენდა ეცე შენ რო თქვი რა ცოლკმარმა ან შეყვარებული, მაგრამ გიორგი გოგიჩაიშვილი რეჟისორი ჩემ პოდკასტში წავდა, მე მგონი იქ მითხრა რომ მე და ჩემო ძმაკაც მოვიტამაშეთ. ცოლკმარი იყვნენ ესენი, ერთი იყო ცოლი, მეორე ქმარი და მე ჩემო ძმაკაც დავუყურეთ. აი მართლა ისეთი კარგი თამაშია. აი უნდა ნახოთ რა ერთხელ ის კი არა ხო ტრეილერიც ამოვანათოთ აქ თუ უკვე მანამდეც დავადებით ხო იმას ვიფიქრე კიდე ხوار ჩავიდეთ თქო ერთი ჩავლა ბოლოში რა კაი ხო ის რო რა გვეკეცა და შეგვინახა PlayStation-ი შეიძლება და უცებ გავხსნათ გამოვიტანოთ ისე გამოვაგოროთ ხო მოკლედ it takes two შვენიერი რჩევა არის მართლა კაი რაღაც გაგახსენდა ხო აი სახში ორნი თუ ხართ PlayStation და ორი ჯოისტიკი გაქვთ. ხო. აუცილებლად მაგრამ გაერთობით. თავიდან ისე დაიწყება და მაგრამ მე უფრო მაგარი ხდება. კი. ეს იყო პოდკასტი და თამაში. ხო. PlayStation-ზე. აგერ რა ფეროვანი რჩევები გვაქვს. აბა. გაგიჟება სოფელი. აი მე მგონი მოვწურეთ დღევანდელი თემები, წავიდეთ დასასრულისკენ. არ დაგავიწყოთ 1000 გამომწერზე გავათამაშებთ პრიზებს. უბრალოდ ერთ შეკურა პრიზ. შეკურა პრიზებს. კლიანობაში ნუ ერთი პრიზი. ფოტოაპარატი, პრინტერი და კარტრიჯი. მადლობა რომ გვისმენთ. არ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ, ძალიან დაგვეხმარება. და ერთგვარში შევხვდებით. მადლობა რომ გვისმენთ. კომენტარები დაგვიწერეთ. გამოვყრებით Instagram-ზე, Facebook-ზე. მადლობა შენ. მადლობა შენ. დროებით. თუ ეს ჯობია. ესეც იყოს. მე უკეთესი დავტოვოთ. მუსკულებს ეს ხდება. კაი. რომ ვიმთავრებთ ხოლმე, კაი.